მოგესალმებით, მეგობრებო, გამარჯობა. თქვენ უყურებთ გადაცემას რეალური სურათი. დღეს ვიწერთ მეხუთე ეპიზოდს და ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ეხება სკოლას, რაც ყველაზე მტკივნეული და რთულად გასააზრებელია სკოლაში არსებულ რთულ კლიმატურ მდგომარეობას და სკოლის კლიმატი, რომელიც ფაქტობრივად ბოლო 30 წელია მხოლოდ და მხოლოდ უარესდება და სხვა კონტექსტი არ იცვლება. დღეს ვეცდები, რომ გამოვკვეთო ის პრობლემები, რა პრობლემებიც აქამდე არსებობდა და ზოგადად დაგროვდა სკოლაში. ვეცდები, რომ დღეს არ ვისაუბრო ზედაპირულად, არამედ გამოვკვეთო ის მნიშვნელოვანი აქცენტები და არ ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ბავშვები შეიცვალნენ, რომ მოსწავლეები აღარ უსმენენ მასწავლებლებს კლასში დისციპლინა დაეცა და მსგავსი, არამედ ვეცდები, რომ ეს სისტემური პრობლემები ის რაც ყველა სიმპტომია, ის რაც ჩვენი პასუხისმგებლობა, ის რეალური სურათი, რომელიც უფრო ღრმა, ესენი გამოვკვეთო. მოგეხსენებათ, სკოლაში ჩვენ ვხედავთ მუდმივ ზიზღს და ზიზღის ენას და ეს განსაკუთრებით ბოლო წლებში უკვე უფრო მკაფიოდ შეიმჩნევა და შეინიშნება და ამის, ასე ვთქვათ, წინააღმდეგ სახელმწიფო და არა მხოლოდ სახელმწიფო და არა მარტო სახელმწიფო, ზოგადად არავინ არ ცდილობს, რომ რაიმე გააკეთოს. ძირითადად ჩვენ მასწავლებლებიც მათ შორის გადართული ვართ სოციალურ პრობლემებზე, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, გადართული ვართ იმაზე, რომ ეს ბავშვები დავაინტერესოთ რაღაცით, გადართული ვართ არქიტექტურულ რესტავრაციაზე, არქიტექტურის აღდგენაზე, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებაზე. აგერ ახლა დაიწყო კამპანია კვებაზე, მაგრამ მთავარი კითხვა ასეთია, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი, რაც სკოლაში ხდება, რისი ბრალია მაინც და მაინც ის, რომ სკოლაში არსებობს ყოველდღიურად პირდაპირი თუ ირიბი ბულინგი, მოსწავლეებს შორის ის უხილავი დაპირისპირებები, რაც ყველაზე ცუდია და ცინვის კულტურა, რომელიც ძალიან აქტიურია, ჯგუფიდან გარიყვის ფორმები, რომელიც ასევე ძალიან აქტიურია და ფაქტობრივად აი ეს სოციალურ ქსელში გაგრძელებული კონფლიქტები და შემდგომ მასწავლებლების მხრიდან ის აგრესიული და ცინიკური, ასე ვთქვათ, ხედვები, რომლებიც მოსწავლეებს ბუნებრივია ყველანაირ მოტივაციას უკარგავს და ამას დამატებული მასწავლებლების, როგორც მთავარი მენტორების და შემოქმედების შემქმნელები, ხო, რომლებმაც უნდა ბავშვი შექმნან შემოქმედებითი უნარი და რომლებმაც უნდა განავითარონ, ეს ყველაფერი ფაქტობრივად აღარ არსებობს და ძირითადად ბავშვების უმრავლესობა კარგავს ინტერესს და ამაში, რა თქმა უნდა, მშობლების უყურადღებობაც არის ერთ-ერთი ძირეული პრობლემა. ამგვარად მე ვეცდები, რომ რაღაცნაირად გამოვკვეთო ის სკოლა და დავინახოთ დღეს ისეთი სკოლა, როგორიც დღეს არის რეალურად, თავისი ტკივილებით, თავისი შეცდომებით, წინააღმდეგობებით და რაღაცნაირად ცადოთ და მოვძებნოთ გამოსავალი, რადგან საკლასო კლიმატი ზოგადად არ ფუჭდება ერთ დღეში, ის ფუჭდება ნელ-ნელა, ერთი ჩვეულებრივი დამცინავი ფრაზით, ერთი გაჩუმებული მსხვერპლით, რომელიც არ ამბობს თავის სათქმელს რეალურად და ამასში არც არავინ უწყობს ხელს, ერთი გადაღლილი მასწავლებლით და მე ამას კიდევ დამატებული მეორე გადაღლილი მასწავლებელი, უყურადღებო მშობლით, რომელსაც საკუთარი შვილის ბედი სამწუხაროდ არაღელვებს, ერთი დაუმუშავებელი კონფლიქტით და იმ ფორმალური რეაგირებით, რომელმაც საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ შექმნა მსგავსი პრობლემები და აი ამ პრობლემებს არათუ არ ვაიდენტიფიცირებს და არ ტივტივებს ის ზედაპირზე, არამედ პირიქით
თვალს ხუჭავთ და ყოველდღიურად ვეგუებით იმ ასე ვთქვათ მდგომარეობას, რაც ჩვენს მასწავლებლების და მოსწავლეების ყოველდღიურ სივრცეში ხდება. და ამ მდგომარეობით ბუნებრივია არც ერთი მოსწავლე, რომელიც დაინტერესებულია თუნდაც ერთი პერიოდი და ნახევარი წელი თუნდაც დაინტერესებულია რაღაც ისწავლოს, არა თუ აღარ განვითარდება, არამედ საერთოდ აღარც დაინტერესდება და მას აღარც ექნება ისეთი სურვილები, როგორც შეიძლება წლის დასაწყისში ქონოდა, როგორც შეიძლება მე-5-მე-6 კლასში ქონოდა და ასე შემდეგ. ანუ ის პრობლემები, რაც უნდა განსაზღვროთ აუცილებლად და რასაც გულისხმობ, როდესაც ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში საკლასო კლიმატი დაზიანებულია, ხო? რას გულისხმობთ პირველ რიგში? საკლასო კლიმატი რა არის ზოგადად? არის თუ არა ეს საკლასო კლიმატი მხოლოდ სიჩუმე ან ქაოსი და შეიძლება თუ არა მაგალითად კლასი ჩუმად იყოს და ეს არის თუ არა სწორი ხედვა. აი დღეს ესეც ერთ-ერთი საკითხია, ალბათ ხშირად გინახავთ ისეთი დირექტორი, რომელიც დერეფნებში დადის, გაკვეთილების სრულობისას შემოგიღებს მასწავლებელს გარს და გეუბნება, რატო ხმაურობ და რა ხმაურია. ან პირიქით გეუბნება, ასეთი სიჩუმე რატო გაქვთ, რას აკეთებენ და ძირითადად მასწავლებლები ტესტის წერის პროცესში ახერხებენ სიჩუმის ასე ვთქვათ, სიჩუმეს კლასში და ეს ბუნებრივი მოვლენაა ხოლმე და დირექტორი თუ ხედავს, რომ მაგალითად ტესტს წერენ, გასაგებია რატომაც ხარ ჩუმად, მაგრამ სხვა შემთხვევაში სიჩუმეც საკლასო კლიმატის ნაწილით მიმართულებით თუ განვიხილავთ, არის ერთ-ერთი დიაგნოზი, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება. ეს არის განცდა, როცა კლასში შეიძლება მაგალითად რაღაცაზე შეცდე როგორც მასწავლებელი, ასე მოსწავლე და დაგცინონ. და როგორც ხვდებით, ამისი ბუნებრივი აღქმა, რომ შენ შეიძლება წაბორძიგდე მაგალითად ენადაგება შემთხვევით, რაც მე პირადად როგორც მასწავლებელს ხშირად მჭირს ხოლმე რაღაც კითხვა დაგისვან და არ იცოდე ან დაგავიწყდეს მასწავლებას ან მოსწავლეს და რამდენად დიდი უხერხულობის განცდა იქმნება ამ შემთხვევაში მოსწავლისთვის, როცა მას რამე ეშლება და პირდაპირ ის იდენტიფიცირებული და ასე ვთქვათ, მას პირდაპირ აიდენტიფიცირებენ განსხვავებულ ადამიანად და იწყება მისი გარიყვის პროცესი და შეიძლება ასეთი მოცემულობები ვმართოთ რეალურად და შეიძლება თუ არა ჯანსაღი საკლასო კლიმატი რაღაცნაირად გამოვკვეთოთ, რა აქვს ჯანსაღ საკლასო კლიმატს და რა ნიშნები აქვს. აი მაგალითად პირველი შეიძლება იყოს უსაფრთხოება და ეს უსაფრთხოება ყველა სხვადასხვანაირად აქვს გააზრებული, იმიტომ რომ როცა საუბრობთ უსაფრთხოებაზე, პირველად გვახსენდება, რომ მაგალითად ბავშვს ფიზიკურად რაღაცა ზიანი არ მიადგენს. ნუ რა თქმა უნდა, ამაში უნდა დაგეთანხმოთ და ნამდვილად ფიზიკური უსაფრთხოება არის პირველი ჯანსაღი საკლასო კლიმატის შექმნისთვის, მაგრამ მოდი დავსვათ ახლა კითხვა, ვართ თუ არა ჩვენ და ვქმნით თუ არა ფიზიკურად უსაფრთხო სივრცეს, თუნდაც აი დასვენების პერიოდი რომ განვიხილოთ კლასში, როდესაც მოსწავლეები ისვენებენ, ერთობიან, ალბათ გინახავთ სივრცეში ერთმანეთის მიმართ სხვა ნივთების სროლა, იქ ჭიდაობა, რაღაცა, რა ვიცი, ბურთი თუ აქვთ მოტანილი, იქ სათამაშოებით ერთმანეთის რაღაცა შეშინება, რა ვიცი, ფიზიკური გადაჭიმვა, გადმოჭიმვა ერთმანეთ. აი ეს ყველაფერი ფაქტობრივად მიუხედავად ყველაფრისა, რომ არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად აღქმული, ჩვენი მხრიდან არის აღქმული ჩვეულებრივად. იმ დროს, როცა განვითარებულ ქვეყნებში ბევრად უფრო სხვა სიტუაცია სკოლებში და იშვიათად თუ ვნახავთ ჩვენ მსგავს ფიზიკურ დაპირისპირებას. ნუ აღარაფერს ვამბობ ახლა ფსიქოლოგიურ ქცევაზე და ასევე საკლასო კლიმატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნიშანი არის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა, რაზეც სახელმწიფო არც კი ფიქრობს და არა თუ ამაზე დისკუსია არ მიმდინარეობს არასდროს, არც ერთი
ეგრეთ წოდებული ექსპერტის მხრიდან, არა თუ მინისტრის დონეზე თუ არა თუ მასწავლებლის დონეზეც იშვიათად თუ შემიმჩნევია საჯარო სივრცეში გულისხმობ მე არ ვამბობ ახლა სამასწავლებლოში და მეგობრებს შორის და წუხილი ერთმანეთის მიმართ დერეფნის მიმართ დერეფანში როგორი თაობა მოდის რა გვეშველება და არა აი გამოსავალზე საუბარი არ ხდება გამოსავლის ძიება ზე არ ფიქრობთ რა არის გამოსავალი ამ ყველაფრისგან რომ გამოვიდეთ და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება რომ საკლასო კლიმატის ორი უმთავრესი ანუ პირველი უმთავრესი ასე ვთქვათ ნიშანი უსაფრთხოებისა რომელიც არის ფიზიკური უსაფრთხოება და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება არათუ გადალახული გვაქვს და დაძლეული გვაქვს საერთოდ არც ვიცავთ აი ამ საკლასო კლიმატის ორ ნიშანს პირველ ორ ნიშანს ამ შემთხვევაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია რატომ იმიტომ რომ ჩვენ საკლასო სკოლაში ვერ შევქმნით უსაფრთხო გარემოს, მაგრამ შევქმნით ქაოტურ თაობას. ჩვენ სკოლაში ვერ შევქმნით ფსიქოლოგიურად ნორმალიზებულ და ასე ვთქვათ, დადებით კლიმატის მქონე გარემოს, მაგრამ შევქმნით აგრესიულ ზიზღის ენის მქონე თაობას და ჩვენ ფაქტობრივად აი ამ პირველ ნიშნებს საკლასო კლიმატის დაცვის კუთხით საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას. ანუ ამისი მოგვარება არ ხდება პირველი უსაფრთხოების მოგვარება ჯერჯერობით ჩვენს არათუ სრულად ბუნებრივია ვერ დავძლებთ და მუდმივად იარსებებს ეს, მაგრამ პროცენტულად საქართველოს პიზას კვლევებით არის ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილზე ამ თვალსაზრისით სკოლებში არსებული ბულინგის, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური უსაფრთხოების კუთხით, რაც ძალიან ცუდი შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია ამას სჭირდება უფრო გეგმაზომიერი და მიზნობრივი ქცევები არათუ მასწავლებლების მხრიდან, არამედ ზოგადად სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან. მეორე საკლასო კლიმატის ნიშანი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია ჯანსაღი საკლასო კლიმატი რომ ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდეს, ეს არის სამართლიანობა და ბუნებრივია მით უმეტეს როცა საუბრობთ ჩვენ სამართლიანობაზე ამ ახალ თაობას, ახალი თაობის ბავშვებს ყველაზე მეტად ეს ტკივათ და ნუ ეხა დავსვათ კითხვა ვის მოსწონს უსამართლობა, ვინ იტანს უსამართლობას და რომელ ბავშვს მოსწონს საერთოდ უსამართლო გარემო. ბავშვები ზოგადად ამჩნევენ და ძალიან კარგად ამჩნევენ, როცა კლასში ფაქტობრივად ის სივრცე, სადაც ისინი არიან რაიმე სახით უსამართლოა, თუნდაც მის მიმართ და ნებისმიერი პატარა, ასე ვთქვათ, გადაცდომა მასწავლებლის მხრიდან ბავშვების მიერ არის უკვე აღქმული უარყოფითად. აი მაგალითად, მასწავლებელი როცა ერთ მოსწავლეს ყველაფერს პატიობს და მეორეს მცირე შეცდომაზე ძალიან უხეში, აგრესიული, ცინიკური, ირონიული ტონით მიმართავს. ეს არის ნომერ პირველი ნიშანი სამართლიანობის საკლასო კლიმატის თვალსაზრისით, რომ ჯანსაღი საკლასო კლიმატი არსებობდეს და აბა ეხა მე, ვინც მოსწავლეები მისმენთ და მიყურებთ, მასწავლებლები, ვინც მისმენთ და მიყურებთ და მშობლები, თქვენ შვილებს გკითხეთ, რამდენად სამართლიანი გარემოა ჩვენ სკოლებში და ამას მოდი სახელმწიფოს ნუ დავაბრალებთ, მეგობრებო. აქ უკვე საკითხი უნდა დავსვათ, ასე ჩვენ მასწავლებლები რამდენად სამართლიანები ვართ ჩვენივე მოსწავლეების მიმართ, როცა მათ ვყოფთ ამ შემთხვევაში კონკრეტულ მოსწავლეებს ყველაფერს პატიობთ და ამაში ჩართულები არიან დირექტორები, სხვათა შორის მთელი ძალით, როცა კონკრეტულ მოსწავლეზე რეაგირებენ ასე, რომ მოდი ამას ეს ხელი შეუწყოთ, რომ რაც შეიძლება მალე გავარიდოთ სკოლიდან და ოღონდ ამ ბავშვმა არიაროს და ყველანაირად არც მშობელთან კომუნიკაცია დგება ისეთი აქტივობით, როგორც მაგალითად სხვა უფრო აქტიურ მოსწავლესთან დარეკავდა დამრიგებელი ყოველდღიურად, აი რატო ასწენ შენი შვილი ერთი კვირა არ მინახავს, სამი დღე არ მინახავს და ის მოსწავლე, რომელიც მაგალითად აცდენს და იცი რომ ეს არის მაგალითად უფრო აკადემიურად, დაბალ აკადემიური მოსწრების იმასთან უკვე ფაქტობრივად არის გამორჩევა და ბუნებრივია ეს უკვე არის ჯანსაღი საკლასო კლიმატის საწინააღმდეგო და თუ ჩვენ მასწავლებლები უკვე აქ
და ადმინისტრაცია ამ პროცესში, რომელიც მართავს ზოგადად მთელ პროცესებს, ამ თვალსაზრისით არ იქნება ჩართული აქტიურად და სამართლიან გარემოს ჯერ თავად არ შექმნის სახელმწიფოს, ანუ იმ ზედა ფენას ვერაფერს ვერ მოსთხოვს, თუ საზოგადოება, რომელიც უკვე ოჯახია და ასე ვთქვათ, მთავარი ორგანოა სკოლის, ისინი არ იქნებიან სამართლიანები თავად ინდივიდუალურად თითოეული მოსწავლის მიმართ. ამიტომ ჯანსაღი საკლასო კლიმატის უმნიშვნელოვანესი და კიდევ ერთი მეორე მნიშვნელოვანი დეტალია სამართლიანი გარემო სკოლაში. რაც დამეთანხმებით, რომ საქართველოში არ არსებობს, არათუ არ არსებობს, ახლა მე შეიძლება ჩამოთვალო ის გარემოებები, ეს კოლეგის შვილია, თანამშრომლის შვილია, ჩემი ნათესავის შვილია, ჩემი შვილია, რა ვიცი, რა ნეპოტისტური, რა სამართლიანი ქცევები და ფაქტები შეიძლება ჩამოითვალოს, რაც ჩვენს სოციუმში ყოველდღიურად გვხდება, როგორც მშობლებს, როგორც მოსწავლეებს ამ შემთხვევაში და თავად მასწავლებლებსაც ხვდებათ თუნდაც პროფესიული ეთიკური საკითხებიდან გამომდინარე განვითარება იქნება, საათების განაწილება იქნება თუ რა იქნება, ანუ ვიღაცას მეტი ხვდება, ყოველად დაუმსახურებელი მიზნებით ადმინისტრაციის მხრიდან, ვიღაცას საერთოდ არ ხვდება და რატო არ ხვდება ვერ იგებენ და აი ეს შიში და განუკითხაობა, რომელიც არის შემადგენელი ნაწილი და არა მხოლოდ ვიტყვით, რომ ეს არის მხოლოდ მოსწავლეებში ჩართული, არამედ ეს არის ყველგან, ყველა ფენაში გამოკვეთილი, ხო? აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს მკაფიოდ გავიაზროთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ვართ თუ არა ჩვენ ნამდვილად იმ სიტუაციაში, რომ თავი არხინათ ვიგრძნოთ და მართლა ეხა მეც კი ვარ, როგორც ერთი მასწავლებელი, აგერ აქტიურად ჩართული უფასო კვების ასე ვთქვათ, მობილიზებაში და რაღაცა ხელმოწერების შეგროვებაში, როგორც ერთ-ერთი მოხალისე და შეგახსენებთ, რომ 1 მაისს აქცია დაიგეგმა მზიურის პარკში ამასთან დაკავშირებით და ვისაც გაღელვებთ თქვენი შვილების ბედი შეგიძლიათ მობრძანდეთ და გააპროტესტოთ და გამოხატოთ თქვენი თანხმობა ხელმოწერით ოფიციალურად ამ შემთხვევაში. ხო? ამიტომ აქ გასააზრებელია ეს. მესამე რაც არის ჯანსაღი საკლასო კლიმატის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი, ეს არის უკვე მიკუთვნებულობა, რომელიც ასევე მასიურად ვლინდება და ბავშვმა პირველ რიგში უნდა იგრძნოს, რომ კლასი მისი სივრცეც არის და მისი პირადი სივრცეც არის. აი მაგალითად ეს კლასში არსებობენ მოსწავლეები, რომლებიც არიან უცხო სხეულებივით, ფაქტობრივად, არათუ გაკვეთილზე, საერთოდ სკოლასთან არიან გაუცხოება აქვთ მათ განსაკუთრებულად დიდი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ესენი არიან ისინი, რომლებიც უშუალოდ აცდენენ ხშირად, რომელთა მშობლებიც არიან ნაკლებად ყურადღებიანები, სასწავლო პროცესებში ჩართულნი არ არიან, მშობელთა კრებებზე არ დადიან, ექსკურსიებზე არ დადიან ეს ბავშვები და საბოლოო ჯამში შერჩენილი არიან ამ ზოგიერთი კარგი და ზოგიერთი აგრესიული მასწავლებლის ხელში და ვისთან რა მოხდება და როგორ მოხდება, მე დაურეკავ მშობლებს და აი შენმა შვილმა ესე გააკეთა და ძირითადად მიდის მშობლის კრიტიკა, რაც არის წარმოუდგენლად ცუდი რაღაც, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში ჩვენ გავიაზროთ. რაც მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ აქ ჯანსაღი საკლასო კლიმატის ჩამოყალიბებაში არის ის, რომ ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, რომ სკოლაში ფასდება მხოლოდ აქტიური, პოპულარული, რაღაცა ჩარჩოებში ჩასმული სილამაზის ტენდენციებით გამორჩეული და მე სამწუხაროდ წინა სკოლაში ვიყავი, ისეთ სკოლაში მუშაობდი, სადაც რომელმაზე, რა ქვია, მიკუთვნებულობაზე იყო საუბარი, აქ სილამაზის კონკურსები ტარდებოდა კონკრეტულად სკოლაში და ეს გრანდიოზული აღნიშვნა ხდებოდა, რომ ეს უფრო ლამაზია, ამას უფრო კარგად აცვია, ამას უფრო კარგი ცეკვა შეუძლია, იმას უფრო კარგი სიმღერა შეუძლია და ეს ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად ხდება და მიმდინარეობს დღემდე და ამაზე აი არავინ მომკითხავი არ არის. მეც თავიდან ერთი პირველ წელს, როცა მე იმ სკოლაში მუშაობდი, აქტიურად ჩავერთე და არათუ ის ვიყავი, რა ქვია, მომხრე, მე წამყვანი ვიყავი საერთოდ ამ ყველაფრის და მაშინ ახალბედა მასწავლებელი ვიყავი და ვერ ვიაზრებდი ეს რა ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო ამ შემთხვევაში.
ზოგადად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მაგალითად ვერც ერთ ნომინაციაში ვერ მოხვდნენ, ვერც ერთ კატეგორიაში ვერ მიაკუთვნეს და სადმე ან ჭკვიანებში ჩაეწერათ, ან სუსტებში ჩაეწერათ, არსად რო არ არიან საერთოდ ჩაწერილები და ეს მესამე მნიშვნელოვანი დეტალი მიკუთვნებულობისა ფაქტობრივად არ არსებობს და ჩვენს ქვეყანაში რაიმე ნაწილში რომ მოვიაზროთ ბავშვი, რომ ვკითხოთ ახლა მაგალითად დაბალ აკადემიური განვითარების მოსწავლე, როგორი მოსწავლეა, რაიმე ნიჭი აქვს ამ ბავშვს, რაიმე უნარი აქვს, აი სულ რომ აცდენს და კვირაში ერთხელ რომ მოდის, ან ორ კვირაში ერთხელ რომ მოდის, რომ მოდის და მაგალითად სულს ძინავს, თქვენ რას აკეთებთ? აი ნიჭი გამოუვლინოთ, ჩართოთ რამეში, დაატოვოთ გაკვეთილების შემდეგ, სადმე არაფორმალურ სივრცეში წაიყვანოთ, თუ ვამბობთ რა აი ამას არ შეუძლია, ეს ვერ საუბრობს, ბოდიში ბავშვებო და მხოლოდ ისინი უნდა გამოგაჩინოთ, ვინც სკოლის იმის არ დააზიანებს. ამაზე ვზრუნავთ თუ ბავშვებს ვზრდით. Facebook პოსტებისთვის ლამაზ ბავშვებს ვარჩევთ, უხეშად რო ვთქვათ, თუ ყველას თანაბრად ვუნაწილებთ ჩვენს მიკუთვნებულობის განცდა ჯანსაღი კლიმატის ჩამოყალიბებისთვის არის უმნიშვნელოვანესი და თუ ამას ჩვენ ვერ გავიაზრებთ, ბუნებრივია არანაირი არქიტექტურა, არანაირი უფასო კვება და არანაირი ფორმები ამას არ შეცვლის. ფორმიანი, მშიერი თუ ნაჭამი ბავშვი დააბულინგებს თუ უფორმო, მშიერი და ნაჭამი ბავშვი დააბულინგებს ვინმეს ან დასცინებს. ვინმესთან ფორმიანი იქნება მიკუთვნებული თუ არ იქნება, რაღა აზრი აქვს თუ ჩვენ არ ვიზრუნეთ ამ შემთხვევაში ჯანსაღ საკლასო კლიმატზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, თქვენ და კომენტარებში დამიწერეთ, სად გინახავთ ჯანსაღი საკლასო კლიმატის შესახებ რაიმე უფრო სერიოზული პლატფორმიდან, ვიდრე ჩემი პლატფორმა შეიძლება იყოს, საუბარი, მსჯელობა, დისკუსია და არა მარტო ეს, არამედ გამოსავალზე ზრუნვა და ფიქრი ამ შემთხვევაში. მოგიწოდებთ, რომ ვინც მისმენთ და მიყურებთ, გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს და თქვენი სკოლის ჩათებს, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც ძირითადად არ ერთვებიან ხოლმე, ჩაერთონ დისკუსიაში, შემოდით, აქ ღია ლინკია, მეგობრებო, ლაივის და შეგიძლიათ შემოხვიდეთ და თქვენი აზრით ტელმაყურებელს და მსმენელს გაუზიაროთ, ვინც აქ ხართ და ოპონირება გამიწიოთ, თუ არ მეთანხმებით, ბუნებრივია ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის მისაღებია, თუ გინდათ კომენტარებით თუ რომელი სივრცითაც გინდათ ამ შემთხვევაში. ამიტომ მესამე მე ვფიქრობ, მიკუთვნებულობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჯანსაღი საკლასო კლიმატის ჩამოყალიბებისთვის, რაც ჩვენ სკოლებში, არათუ საჯარო, არათუ კერძო საერთოდ საქართველოში არის ძალიან დიდი პრობლემა და საქართველო ამ თვალსაზრისით არის ასევე 43 ადგილზე ამ მიმართულებით კონკრეტულად ესეთი ზოგადი არა ესეთი მასიურად ჩატარებული გამოკითხვით, მაგრამ ზოგადად რაც არსებობს, რაც მივაგენი სტატისტიკას, ეს არის. რაც შეეხება მეოთხე მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც უშუალოდ ჯანსაღ საკლასო კლიმატს ეხება, ეს არის სასწავლო წესრიგი, რომელიც ალბათ დამეთანხმებით, რომ არის არათუ პრობლემა უმართავია ამ კუთხით სიტუაცია და მე მაგალითად დღესაც კი მქონდა, ვიცი, ვიგრძენი საკუთარი თავი, კიდევ ერთხელ როგორც აი წინა ჩემს პოდკასტში აღნიშნე, თავი მომთვინიერებლად. შემოტევა მქონდა ესეთი ნერვული არა ბავშვების მიმართ, საკუთარ თავთან მქონდა შემოტევა, მეთქი ეს რა არის? ანუ აქ რატო ვარ და ამას რატო ვისმენ? და აი მუდმივი თავის ტკივილის შეგრძნება ეუფლება მასწავლებლებს, ყურებში მუდმივი ხმაური. აი ის რომ გინდა სადღაც რომ შეხვიდე და მაგალითად ამოქოლილი მინებით დაფარული ის იყოს ოთახი, რომელშიც დაიყვირებ. აი ეს რომ ემართება უკვე მასწავლებლების 80%-ს და დასვენება, რასაც ჩვენ კლასიკური გაგებით უნდა ვეძახდეთ და დასვენება რომ ჰქვია და შენ ისვენებ ამ შემთხვევაში ზარის დარეკვის შემდეგ ეს დასვენებაც რომ მაგალითად ჩვენ გვაქვს 5 წუთიანი და ზოგიერთ სკოლაში 5 წუთიანიც არ არის და უფრო ადრე ეკავენ 3 წუთიანი რომ მალე მორჩნენ ეს ბავშვები და მე მეორე წლ უნდა შემოვიდეს და აბა ეხლა ისინი შემოვიდნენ სწრაფად და აი ეს მუდმივი ქაოსი მოგეხსენებათ არის უკიდურესი მდგომარეობა და რომელ სასწავლო წესრიგებს საუბრობთ, როცა ჩვენი სკოლების უმრავლესობაში და თითქმის არსად არ არსებობს არანაირი განცალკევება. სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ მაგალითად დაწყებითი კლასები არ
ხვდებოდნენ მე-12 კლასელებთან. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელზეც არავინ არ საუბრობს და საკლასო კლიმატის მოგვარება შეუძლებელია ამ სივრცეში, სადაც პირველ კლასელები, მეხუთე კლასელები, მე-7 და მე-12-ები ერთ სივრცეში დასვენებაზე თუნდაც 100 წუთიან დასვენებაზე თავს იყრიან. ამიტომ სამხედრო დისციპლინას კი არ ნიშნავს ეს საკლასო წესრიგი, არამედ შეთანხმებული გასაგები თანმიმდევრული წესები უნდა იყოს, რომელიც ფაქტობრივად სკოლაში არ არსებობს. არა თუ არ არსებობს, ამის საშუალება არ არის. ანუ როგორ უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში იმ მდგომარეობის რაღაცნაირად გამოსწორება, სადაც 1400 ბავშვი ერთად სწავლობს 7 საათის განმავლობაში და იქ კვების პუნქტებშია რიგი, იქ საპირფარეშოშია რიგი, იქ არ ხდება არაფრის მოწესრიგება, იქ მასწავლებელი არ შეასრულებს თავის მოვალეობას და იმასაც კვება უნდა და ერთი ფანჯარა რო აქვს, მაგალითად მასწავლებას სრული დატვირთვით რომ მუშაობს, თუნდაც მასწავლებელი საერთოდ და მორიგია, მაგალითად დერეფანში და უნდა გააკონტროლოს ეს წესრიგი, საჭმელი და კვება რო უნდა და საერთოდ არ აქვს დასვენება, რა უნდა გააკეთოს იმ მასწავლებელმა, ან უნდა გადავარდეს, ან უნდა წავიდეს და ჭამოს ცალკე, ანუ ფაქტობრივად ეს ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე სკოლაში აი ეს წესრიგი, ხაზი მოგვარებულია. რატომ? კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს დაცალკევებული სკოლები, დაწყებითი კლასების, საშუალო და საბაზო საფეხურები და ეს ყველაფერი ფაქტობრივად ქმნის სასწავლო წესრიგის არ ქონა სკოლებში და ეს არის ჯანსაღი სასწავლო კლიმატის ერთ-ერთი პრობლემა, ვერ ვქვნით. ამ მდგომარეობაში შეუძლებელია მაგალითად, როცა სკოლაში კლასში 25 და 27 მოსწავლე გიზის, 27 მოსწავლე, რომელიც არის ინდივიდუალურად სხვანაირი და მაგალითად 40 წუთში თქვენ წარმოგიდგენიათ, ლოგიკაში ჯდება, სადმე რომ 40 წუთში შეიძლება 27 ადამიანის ინდივიდუალური მიდგომა. არ არსებობს მსგავსი რაღაც და შესაბამისად ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაც მათ შორის ქმნის იმ მდგომარეობას, რაც უკიდურეს ზიანს აყენებს მოსწავლის ფსიქოსოციო-ემოციურ აღქმებს, მოსწავლის ხედვას, იმ თვალსაზრისით მომავალი საერთოდ სკოლასთან ნორმალურ დადებით კონტექსტში შეიძლება შეაფასოს თუ არა, საერთოდ მოსწავლეების სკოლის ფასდა არს რომ კარგავენ, თუნდაც არის აი ამ მეოთხე ძალიან დიდი პრობლემის, ასე ვქოთ, ეს არის პრობლემა უпростоრად იმისა, რომ მოსწავლეებს ინტერესი უკრევთ, იმიტომ რომ სკოლა თავადვე ჩვენვე შევქმენით მართლა რაღაცა 4 კედლად, რომელშიც მოსწავლეები შედიან დროებით და სადაც 1400 ადამიანთან შეიძლება და თუ დიდ სკოლებში საუბრობთ, ერთდროულად იყოს და თუ მაგალითად სკოლა 5 სართულიანია, 4 სართულიანია და დიდი ტერიტორია, შეიძლება ეს ბავშვები ყველა ერთად შეიყვანო. და ახლა გამოუშვა რამოდენიმე საათის განმავლობაში და მე მინახავს სკოლები, სადაც ფაქტობრივად სრულდება სწავლა პირველ 2 საათზე და ყველა მიდის სახლში არხენიათ და ეს არის მათი სკოლის დღე. ამიტომ ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემაა კიდევ. მეხუთე რაც უნდა გამოკვეთოთ კიდევ და ალბათ ეს არის 5 ძირითადი ნიშანი საკლასო კლიმატის ჯანსაღი განვითარებისთვის, ეს არის ურთიერთობის კულტურა, რომელიც არ არსებობს სკოლაში. არათუ ურთიერთობის კულტურა, აი მაგალითად ხომ არსებობს, რომ თეატრში არ უნდა წახვიდე რაღაცა ამოღებული ტანსაცმლით, შორტებით და ასე შემდეგ, ხო, სანდლებით და ასე შემდეგ. უნდა წახვიდე აკადემიურად გამოწყობილი ისე რომ ინტერესი გქონდეს სხვა რამის და შენ არ გიყურებდეს საზოგადოება და რაღაც ესე არ მიხვიდე. ამიტომ სკოლაში არ არსებობს ურთიერთობის კულტურა, მაგალითად როგორ შეიძლება ვესაუბროთ. კი, აი მაგალითად ძველი თაობის მასწავლებლებს განსაკუთრებით ახასიათებს, რომ ეს არ შეიძლება სკოლაში გაკეთდეს, ეს არ შეიძლება რაღაცებს კრძალავენ, მაგრამ ერთიანი საერთო სახე ზოგადი განათლების მიზნებშიც კი არ არის ესე დეტალურად გაწერილი, რა შეიძლება იყოს სასკოლო სივრცისთვის დამახასიათებელი. ნუ მესმის, რომ სკოლების შინაგან წესში ძირითადად გაწერილია, როგორ უნდა იცვას მოსწავლე, მაგრამ აი მიმართვის ფორმები, სტილი, ხასიათი, ურთიერთობები, რეალურად შეცდომები, რომელიც ყველას მოსდით და ამ შეცდომებს რამდენად ვაფასებთ ამ შემთხვევაში
როგორ მართავთ ზოგადად კონფლიქტს, რეაგირებთ თუ არა განსხვავებულ აზრზე და როგორ რეაგირებთ, აგრესიულია, დამთრგუნველია, მიზანმიმართულია, გასაუმჯობესებელია, მხარდამჭერულია ეს დამოკიდებულებები ჩვენ თუ როგორი სტილის არის, აი ამაზე საერთოდ არ ზრუნავთ. ამგვარად ჩვენ რო შევაჯამოთ ჯანსაღი საკლასო კლიმატის ნიშნები, ეს არის პირველი უსაფრთხოება, სამართლიანობა, მეორე მიკუთვნებულობა არის უშუალოდ, მესამე, მეოთხე არის სასწავლო წესრიგი და მეხუთე არის ურთიერთობის კულტურა და აი ამ თვალსაზრისით პიზას 2022 წლის კვლევები მკაფიოდ აჩვენებს და ასახავს სასკოლო უსაფრთხოების მიკუთვნებლობის განცდისა და მასწავლებლის მჭიდრო მხარდაჭერის თვალსაზრისით, რომ საქართველოს არის 33 ადგილზე ამ თვალსაზრისით და საკლასო კლიმატი, მოდი პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ არის ხელწამოსაკრავი რაღაც, ეს არ არის რაღაცა მეორე ხარისხოვანი თემა, ამაზე არ უნდა საუბრობდეს მაინც და მაინც ვიღაც ერთი ადამიანი, რომელსაც ერთი სკოლის მასწავლებელი არ უნდა საუბრობდეს საჯაროდ, ამაზე უნდა იყოს ყოველდღიური საუბარი ის, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს ბანდებად ქცეული არასრულწლოვნები ყავს, ქუჩის ბანდებად ქცეული არასრულწლოვნები ყავს, ეს არის საკლასო კლიმატის, არაჯანსაღი საკლასო კლიმატის დამსახურება, მხოლოდ თუ არა მთავრად, თუ არა ძირეულად ამ შემთხვევაში, თუ სხვა ყველაფერს აღარ განვიხილავთ ამ შემთხვევაში. ამიტომ წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც ეშინია და ჩამოთვალეთ ამ ხუთ ძირითად პუნქტში რა ტიპის შიშები შეიძლება არსებობდეს. ის არათუ არ ისწავლის სრულად, ვერ ისწავლის სრულად და შესაბამისად წარმოუდგენელია მასთან რაიმე სახის დიალოგი შედგეს. ბავშვს, რომელსაც დასცინიან, ის ბავშვი არათუ ვერ ისწავლის, არამედ ვერ იაზროვნეს თავისუფლად და ვინ დასცინის ამ ბავშვს, დასცინის კლასი, დასცინის მასწავლებელი, დასცინის სხვა მშობელი, დასცინის დირექტორი, დასცინის, რა ვიცი, მანდატური, დასცინის დარაჯი, ყველა მომენტში შეიძლება დასცინო ამ ბავშვს, ისე რომ არავინ არ გიყურებდეს საერთოდ და დასცინი. აი მაგალითად გასვლისას დასცინო რაღაცაზე. და ეს ჩვენ ხუმრობად გვაქვს აღქმული ამ შემთხვევაში, მაგრამ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამას ვერ ეგუება, უბრალოდ ეგუება და ძალიან ცუდად აღიქვამს ამას გონება და გონება საბოლოო ჯამში ქმნის ისეთ აღქმებს და აყალიბებს ისეთ რაღაც აღქმებს, ხო, რომელიც მომავალში სულ სხვაგვარად ვითარდება. ამიტომ ბავშვი არ უნდა იყოს გარიყული, ბავშვი, რომელსაც ეშინია და ის თავს გარიყულად გრძნობს, ვერ ჩაერთვება საგაგრძელო პროცესში. მოსწავლე, რომელიც თვეში ერთხელ მოდის და რომ მოდის და უკვე ეუბნები რაღაცას, აბა რა შვებოდი, როგორ გაზრდილ ხარ, სად დაიკარგე, რანაირი გახდი, როგორი ცუდი ხარ, ამდენს რატო აცდე, მოხდიდება შენს გამო, აი ესეთი მიმართვები მობრძანდა რაღაც, აი ნუ აღარ ვამბობ ხა ეპითეტებს რა ყოველდღიურობა არსებობს ამ შემთხვევაში, როცა ბავშვს ეუბნები ასეთ რაღაცას, თუნდაც იმ მოსწავლეს უნდა გიხაროდეს პირიქით იმ ერთი მოსწავლის მოსვლა, დახვდე და რაღაცნაირად დააჯერო, რომ ერთი თვე რო სკოლაში არ იყავი შენ, აი ხვალ მოდი ჩემს გამო, ანუ რაღაც ჩაუნერგო მას, რომ შენ გახდე თუნდაც ერთი მასწავლებელი ინიციატივა აიღო შენ საკუთარ თავზე და იმ ბავშვს დააჯერო, რომ შენ იქ უნდა იყო და როგორ უნდა დააჯერო, თუ ამ ხუთ ძირითად პუნქტს, რაც ახლა წეგან ჩამოთვალეთ, არ ვასრულებ სკოლაში, არა თუ არ ვასრულებთ მასწავლებლები, არ ვასრულებთ არავინ ფაქტობრივად და აი ამ კონტექსტში მასწავლებელი, რომელიც მუდმივად არის თავდაცვის რეჟიმში. მასწავლებელი გინდა ხო თვითკრიტიკული მასწავლებელი, მე პირადად ძალიან იშვიათად შემხვედრია ამ შემთხვევაში, რომელიც არათუ საკუთარ შეცდომებს ხედავს, რომც ვინმე შეცდომა უპოვოს, დაიცავს ყველანაირად, კბილებით დაიცავს და არ აღიარებს, რომ მან შეცდომა დაუშვა და არ აღიარებს ასევე მოსწავლეებთან, რომ მოსწავლეებთან დაუშვა შეცდომა და ყოველთვის იტყვის, რომ არა, შენ არ გახსოვს და სულ რო შეცდომით ამტკიცოს გაკვეთილზე რაღაც, მაინც ამას იტყვის და გაიაზრებს. ამიტომ ასეთი მასწავლებელი მშვიდად ვერ ასწავლის, ვერასდროს სწორედ ამიტომ არის გაუარესებული საკლასო კლიმატი, უნდა დავინახოთ ამაში, რომ ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, მხოლოდ დისციპლინის პრობლემა არ გვაქვს, აქ არის
უკვე განათლების ხარისხის პრობლემა და ეს ნამდვილად ცვლის განათლების ხარისხის მდგომარეობას და ჩვენ კიდევ ერთხელ დაგისვამთ კითხვას, ვინც განსაკუთრებით ხართ აქტიურად ჩართულნი აი ამ ყოველდღიურ პროცესში, რომ შექმნათ ზოგადი განათლება. რა რეფორმა გაატარეთ ჯანსაღი საკლასო კლიმატის შექმნისთვის? კედლები ავაშენეთ მხოლოდ? ანუ რა არის ის, რაც მე როგორც თუნდაც მასწავლებელს ამ შემთხვევაში დამეხმარება. რამდენად სწრაფად ხდება და აი ამ პროცესში შემთხვევით ხომ არ ვკარგავთ თაობებს და ეს თაობები ბუნებრივია ქმნიან ისეთივე საზოგადოებას, როგორებიც თვითონ იყვნენ. ჩვენი სკოლის სახე არის ის, რაც არის სახელმწიფო. შესაბამისად, სახელმწიფოს სახე არის სკოლა. და ის როგორი სახელმწიფო შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ისეთივე სკოლა გვაქვს შექმნილი ამ შემთხვევაში. აი, ხო, ეს არის პირველი ნაწილი, მოკლედ რომ გამოვკვეთოთ და შევაჯამოთ და ახლა ძირითადად მინდა უკვე გავამახვილო ყურადღება სასკოლო სივრცეში, როგორც ჩანს ეს გაუარესებული საკლასო კლიმატი და რა არის გათვალისწინებული ამაში, რა უნდა დავიცვათ აუცილებლად. საკლასო კლიმატის გაუარესება ზოგადად აქვს რამდენიმე თვალსაჩინო ფორმა და ამაზე ყურადღებით უნდა ვიყოთ ყოველთვის და პირველი არის ზიზღის ენა. როდესაც მასწავლებელი, დამრიგებელი, დირექტორი, მშობელი, ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე მოსწავლე ხედავს, რომ მას აქვს მის გვერდით ხავს ისეთი ადამიანი, ვინც მის მიმართ ან ვინმეს მიმართ ზიზღის ენას იყენებს, ეს შეიძლება იყოს უხეში სიტყვა, ეს შეიძლება იყოს დამამცირებელი მეტსახელი, ირონიული კომენტარი შეიძლება იყოს, რასაც ასევე ძალიან დიდი გავლენა აქვს დაცინვა, სარკაზმი, სხეულის გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის დაკნინება, აკადემიური შესაძლებლობების დაკნინება, ან საერთოდ ოჯახის დაცინვა, თვითონ შენ რანაირი, აი მამა შენი ნახეთ ციხეშია და დედა შენი ასეთია და შენი და ანუ აი ეს არის ნომერ პირველი პრობლემა, თუ ამას ხედავთ და არ რეაგირებთ და არ რეაგირებთ უმკაცრესად კანონის ძალით და არა ისე რომ ბავშვია და მე რა უნდა მოусმინოთ და ერთხელ გაიზრდებიან და არა გაიზრდებიან და მიხვდებიან რომ სკოლამ დაუმახინჯათ ბავშვობის წლები და ის რაც ხდება რომ მე სკოლა არ მიყვარს ყალიბდება აქედან. თქვენ როგორ გგონიათ 12 წლის განმავლობაში შენ რომ გაიძულებდნენ იმ სივრცეში წასვლას, სადაც ხდება ზიზღის ენა მასწავლებლის მხრიდან, მოსწავლის ანუ თანაკლასელის მხრიდან, სრულიად გადმოსული უცნობი მოსწავლის მხრიდან, რა ვიცი, დირექციის მხრიდან, ვინმე ადამიანისგან, ვინც უშუალოდ სკოლაშია, მოგინდება ასეთ სკოლაში რაიმეს გაკეთება და რაიმე სწავლა. არ მოგინდება, არა თუ არ მოგინდება, აღარ წახვალ იქ და შენ ამ შემთხვევაში სხვაგან იპოვი ხსნას, როგორც ასეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. მეორე ფორმა, ანუ პირველი ფორმა ის რომ ჩვენ სკოლაში არსებობს საკლასო არაჯანსაღი საკლასო კლიმატი, ეს არის ზიზღის ენა კლასში და მასწავლებლის მხრიდან იგივე დაცინვა გარეგნობაზე, სარკაზმი, სოციალური მდგომარეობაზე დაცინვა, დამამცირებელი მეტსახელის შერქმევა, შენ გოგრა თავში მაგალითად, რაც მე ეხა უცბად გამახსენდა და იმდენი გამახსენდება, რომ ეხა ვერ ჩამოვთვლი ასე უხეში იმ სიტყვები, რაც მასწავლებს ახასიათებთ ძირითადად და არაეთიკური და დაკნინებით შენ აი შედარებები რაც მიმართულია ხოლმე კონკრეტულად ბავშვების მიმართ კომენტარები, რომელიც არაფრის მომცემია ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დაკნინებისკენ არის მიმართული და ძალაუფლებას გამოახატინებს ხოლმე მასწავლებლებს. აკადემიური შესაძლებლობის ჩავარდნისას მოსწავლეს დემოტივირებული სიტყვებით რომ შეამკობენ ხოლმე ამ შემთხვევაში და ოჯახს რო დასიე მამა შენს მე ვასწავლიდი და რანაირი იყო და შენ რა დაგემართა შე რაღაც ესეთებს რომ ემნები და მე TikTok პასუხები აი მას თქვენ რომ მეუბნებოდით რომ ვერაფერს ვერ მივაღწევდი ნახე რას მივაღწევ და მე ისინი ცალკე დაქცინიან კიდე სკოლას. ჩვენ გავასასაცილობთ თავად მასწავლებლებმა ჩვენივე სკოლა და შევქმენით ისეთი ყოველდღიურობა, რომელშიც აი ვერსად რო
საკუთარი თავის და ეგოიზმის გამოხატვას რომ ვერ ახერხებ რომ შენ რაღაცნაირად ეს ძალაუფლება და ამიტომ არის ოპიუმივით მასწავლებლობა და რატო ვერ ანებებენ იცით თავს მასწავლებლები ხშირ შემთხვევაში საკუთარ ყოველდღიურობას, იმიტომ რომ მასწავლებლობა არის უდიდესი ძალაუფლება, რომელსაც შეუძლია შენი მომავლის დამახინჯება ან აღზევება. და აი ეს მასწავლებლები როგორც ძალაუფლებაში მყოფი საზოგადოება, რომ ხელისუფლებაში არჩევ და თავს ვეღარ ანებებენ და კორუფციაში ეფლობიან, ასეთივე არიან, ოღონდ პრაქტიკულად სხვა სფეროა, სულიერების სხვა მიმართულებაა, რომ ისინი ძალაუფლებას ვინმეს დამცირებას, ვინმეზე მანიპულირებას, ვინმეზე გავლენის მოხდენას, ვინმეს გადაკეთებას, რაიმე სახით, ვინმეს გააკეთებინო, რაც გინდა, მაგალითად, გადასვას ერთი ადგილიდან რომ მეორე ადგილზე გადასვა, ეს ნეიროფსიქოლოგიაში იმდენად დიდ დოფამინს გამოყოთ ტვინში, რომ მასწავლებელი ამის იღებს ძალიან დიდ სიამოვნებას. ეხლა მოსწავლე ამას ვერ იგებს, ბუნებრივია და ხვდება რომ ეს ჩვეულებრივი მოცემულობა, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ მოსწავლე რომელიც უარს აცხადებს გადაჯდომაზე, რა შეიძლება დაემართოს მასწავლებელს ყვირილი ტონის აწევა, შენ როგორ ბედავ ამას, იქ მანდატურის გამოსახება ხდება და ასე შემდეგ და ეს მუქარი შემცველი ტონალობაში რომ ხდება უკასაუბრა. ამიტომ ბუნებრივია ეს ყველა მასწავლებელს მოსდის, მეც ახასიათებს ესენი, მაგრამ აი აქ თუ მასწავლებელი დამარცხდა და ასე ვთქვათ, ტანტრუმი დაემართა უხეშად, რო ვთქვათ, მასწავლებელს, იმაზე თუნდაც მოსწავლეს რომ უნდა გადაჯექი. ეს გადაჯექი უნდა იყოს ისეთი თბილი, ისეთი მიმზიდველი მოსწავლისთვის, რომ მან ვერ იგრძნოს, რომ შენ დამაკნინებლად მასზე ძალაუფლებას, აი, მით უმეტეს მე-9, მე-10, მე-11 კლასში ეს გადაჯექი ძალიან კარგი მეთოდია, მინდა გითხრათ, სხვა შორის იმის გამო, რომ ვიღაცასთან საუბრობს და შეუცვალო ადგილი უცბად და მოგვარებულია თუ ეს მოხდა მალევე. ეს ვიღაცისთვის არის სპეციალურად და მით უმეტეს მოსწავლეს, რომელსაც შენ შეიძლება დაბალი ქულა დაუწერო, მოსწავლეს, რომელსაც შეიძლება შენ რაღაცნაირად ლანძღავდე, ლანძღვას თავისი ასპექტებით, რომ ჩავშალოთ რას გულისხმობ ხვდებით ალბათ, რა თქმა უნდა ის არ დაგემორჩილება და გეტყვის, აი ჯიბრით არ გააკეთებს და ის შეეცდება, რომ კლასის წინაშე რაღაცით მაინც დაიფასოს საკუთარი თავი. აი ამ კონტექსტში ბუნებრივია მასწავლებლები არიან ფაქტობრივად სიცილის ობიექტები ხშირ შემთხვევაში და ან ნომერ პირველი პირდაპირ ბულინგის შემოქმედნი და ირიბი ბულინგის შემოქმედი. პირდაპირი ბულინგი მოგეხსენებათ არის უფრო ადვილად შესამჩნევი, აქ არის მუქარა, ფიზიკური შეხება, ნივთების წართმევა, მოპარვა, დამალვა, ამ შემთხვევაში შეურაცხყოფა, აშკარა დაცინვა, ღიად მისი დაჯავრება, სახელის დაკნინება, რაღაცა ისეთი арлიყების მიკერება, რომელიც ყოველდღურად ხდება და ირიბი ბულინგი უფრო რთული კონტექსტია და ირიბი ბულინგის აღმოჩენა თუ არ შეგიძლია მასწავლებელს ჩათვალე, რომ სკოლაში არ უნდა მუშაობდე, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც ჯგუფიდან გარიყო, როცა მოსწავლე გარიყულია და ამას ვერ ამჩნევ დამრიგებელი მაგალითად არის ურთულეს, ამიტომ არის რომ დამრიგებელი უნდა იყოს 24-7 კლასში. ის არ უნდა იყოს დაღლილი, არ უნდა იყოს გადატვირთული. სულ კლასში უნდა იყოს, აი კლასთან ერთად იღვიძებდეს, კლასთან ერთად იძინებდეს, მარტივად რომ ვთქვათ, ეს დასაფასებელია და ამაზე ჩვენ წინა ეპიზოდებშიც ვისაუბრეთ, დამრიგებლის 80-ლარიანი ხელფასი არის სასაცილო იმ მოთხოვნებთან, რასაც დამრიგებელი უნდა ასრულებდეს. აი ზურგს უკან საუბარი, ჩუმი დაცინვა, მოსწავლეზე მიმების შექმნა, მასწავლებლის მიმიკების შექმნა, მაგალითად მასწავლებელი დაფისკენ მიტრიალდება და რაღაცა მიმიკებით, ჟესტიკულაციური ენით რომ დასცინი მასწავლებელს. აი მისი სკრინების გავრცელება, რაღაცა პოსტს დადებს, მაგალითად თუ სოციალურად აქტიურია მასწავლებელი, ჩატის ჯგუფიდან გამოგდებები, მაგალითად არავის უთხრათ რომ ყველამ ვიცით რაღაც და აი ესეთი რაღაცები, რაც შეიძლება, ეხლა რაც გამახსენდა მოცემულობით, არსებობდეს, არის ირიბი ბულინგის ფორმები და შესაბამისად სკოლისთვის განსაკუთრებით სახიფათოა ირიბი ბულინგი და თუ ეს ირიბი ბულინგი არ ჩანს, მასწავლებელი შეიძლება გაკვეთილი ზე იყოს, გაკვეთილს ატარებდეს, მაგრამ ვერ ამჩნევდეს საერთოდ რომ ერთი ბავშვი ყოველდღე ნელ-ნელა სულ სხვანაირი და სხვანაირი ხდება.
რაც შეეხება მესამე ფორმას, მესამე ფორმა არის უშუალოდ მასწავლებლის აგრესიული და ცინიკური პასუხები, რასაც შევეხებ ფაქტობრივად მირი ბულინგის ნაწილში და მაგალითად ფრაზები, რაც ყველაზე დამაბნეველია მოსწავლისთვის და ვერ იგებს ამას, თუ გეტყვის მასწავლებელი რაღაცა უნდა დაუჯერო და მოსმენ, რატო უნდა გახდეს ის შენი იდეალი მასწავლებელი ეტალონი, რომელსაც უნდა ბაძავდე, არის მასაც მასწავლებელი იღლება, ისიც ღიზიანდება, მასაც ტყივა, მასწავლებელი სტრესშია და ძალიან ხშირია, რომ რთულ კლასთან მარტო ტოვებენ. მარტო ტოვებენ დამრიგებლები, მისი თანამშრომლები, კოლეგები, ხან დირექციაც მარტო ტოვებს და არ აქცევს ეს მასწავლებელი ყვირისწყლი ვერ ატარებს გაკვეთის და გაივლიან თანამშრომლები და ვერ ატარებ გაკვეთის და გაიცინებენ, რომ რა დღეში გაგდებენ და იმე ეგ ისეთი კლასია და ესეთი ფორმებია მხოლოდ რომ ეს კლასი ასეთია, მაგრამ მე რომ დახმარება მჭირდება და ვერ ვაკავებ და მე რომ შენ რომ უნდა ჩაერთო ამ ყველაფერში პროფესიული პასუხისმგებლობა რომ უნდა აიღო და ჩემი მასწავლებლის სიტყვა არანაირი გავლენის მომხდენი რო არის მოსწავლეზე და პირიქით ბავშვის ღირსების დამაზიანებელია ესეთი მასწავლებლები ბუნებრივია ბევრ და წინ ვერ გაიხედავენ რასაკვირველია ფრაზები მაგალითად როგორებიც არის შენ ვერაფერს ვერ გაიგებ აი ამას რო ეტყვი მოსწავლეს ახლა წარმოიდგინეთ რა პრეტენზია უნდა გქონდეს თუნდაც 12 წელი რომ ამ ბავშვმა შეგიზიზღოს და საერთოდ არანაირი სურვილი აღარ გაუშვეს შენთან ურთიერთობის და ეს თუ სისტემური სახეა, შენ მაინც ვერაფერს ვერ გაიგებ, რატომ უნდა მოხდეს ასეთი მასწავლებლის დაფასება. ხო? არანაირ, რამდენჯერ უნდა აგიხსნა. მასწავლებელი, რომელსაც ქვია სიტყვა მასწავლე, მე შენ უნდა მასწავლო, რომელიც ამბობს, რამდენჯერ უნდა აგიხსნა. ძალიან რთულია მეგობრებო, მე მესმის, რომ თქვენ შეიძლება თავი ვერ შეიკავოთ და ვერ მოთოკოთ საკუთარი თავი და ემოციები, რომ აი 4ჯერ მთელ სულსა და გულს რო ჩადებ, რამდენჯერ უნდა აგიხსნა პრინციპი გქონდეს, ეს მესმის, მაგრამ თუ იმ მომენტში აღარ გაქვს თუ გადადე და უთხარი არავის შენ თუ ვერ გაიგი, შემდეგ გაკვეთილზე აგიხსნი, შენ არ გექნება დავალება და სხვას ექნება. ნუ აიძულებთ, რომ შენ ვერ გაიგე შენ საუცილებლად უნდა გაგიგო და შემდეგ გაკვეთილზე აბა დავალება არ მოგიტანია ახლა და წადი როგორც კი გაუხსენი დარჩი ის გაკვეთილი სკოლაში დატოვე ამ შემთხვევაში ის მოსწავლე ონლაინ ჩაერთ ეს ხო შენი პრობლემაა რომ იმ მოსწავლე რომელსაც დაბალ აკადემიური მოსწრება შეიძლება გქონდეს და შენ ჩაგაბარეს ვერ ისქენი რა ქვია ვერ გააგებინე ეს ისეთი აი სულიერი თეოლოგიური ნაწილი გამახსენდა ახლა როგორც შენ მაგალითად ხარ სასულიერო პირი და შენთან მოვიდა ვიღაც გზაბნეული საერთოდ გაუთვითცნობიერებელი რომელსაც უნდა რომ იპოვოს რაღაც რელიგიის იდეალი და შენ რა უნდა გასწავლა ესე იქცევი და შენ აი ამას რო ეტყვის ხო მეორე და აღარ მოვა შენთან ეს იგივეა როცა მოსწავლეს ვეუბნებით რამდენჯერ უნდა აგიხსნა შენგან არაფერი არ გამოვა არგი გაჩუმდი აღარ შემიძლია შენი მოსმენა და რა ვიცი კიდევ რა კლასს აფერხებ შენ გამო სხვა რატო უნდა შეფერხდეს და აი წარმოგიდგენთ ხო მე რა დავაშავე მას და მე ამას ბავშვებიც რომ ხელს უწყობენ ამ კონტექსტში როგორ შეიძლება მასწავლებელმა არ გამოიყენოს დიფერენცირებული მიდგომის ფორმა და უთხრას არა უშავ შენ არ გამოგივიდა მოდი შენ რაც გაიგე სადამდეც გაიგე იქამდე შენი სურვილისამ შენ გამიკეთე დავალება რატომ შტამპავთ მოსწავლეებს მაინც და მაინც იმ ერთი დავალების ფორმატით მიეცით 1000 დავალების ფორმატი და თვითონ აარჩიონ იმდენი მიეცით რომ ვეღარ იპოვონ რომელი ვეღარ გაიგონ რომელი უკეთესია გასაკეთებლად რატომ აიძულებთ რატო იმიტომ რომ გაგიმარტივდეთ ყოველდღე მარტივად და ერთიანად შემოწმება რატო არ გინდათ რომ გაწელილი პროცესი აქციოთ სასწავლება და ერთ გაკვეთილში არ ჩატიოთ მაგალითად ალექსანდრე მაკედონელი ჩემი პროფესიიდან რო ავიღო მე შემიძლია ავხსნა ის 10 წუთში შემიძლია 20 წუთში შემიძლია ერთი კვირა ვხსნიდე და რატო არ გინდათ რომ გაწელოთ ეს პროცესი წიგნის დასრულებაა ხოლო ცხოვრება და მიზანი თუ სწავლებაა ცხოვრება და მიზანი ეს ხო იცით რომ სისტემურად და მასიურად დიდი პრობლემაა ჩვენს ცხოვრებაში და ყოველდღიურობაში და
ეს გარკვეულად ახდენს პროფესიულ მდგომარეობის შენ რო იწვევი გადაწვა ხდება მაშინ როცა შენ უკვე ყოველდღე გაღიზიანებული გადიხარ გაკვეთილი და გადაწვას ესეც უწყობს ხელს და აი ამ ფრაზებს სანამ თქვენ არ მოეშვებით ვინც უშუალოდ ჩართული ხართ და მეც გარკვეულწილად ოღონდ მე არ ვამბობ რომ ეს ჩემი მხრიდან მასიურად ხდება მაგრამ ეს რთულია კონტროლო ძალიან რთულია და გეთანხმებით რომ ამის კონტროლი რთულია მაგრამ თუ თქვენ არ იქნებით ნომერპირველები ვინც საკუთარ თავს ამას შეუცვლით და მე ჩემს თავს რასაც ვატყობ ყოველწლიურად მინდა და უკეთესი მინდა რომ ეს აი მოდი ახლა ეს შევა გამოვასწორო და მასწავლებელი გახდეთ ხო ეს თუ არ მოახერხეთ მეოთხე ფორმა რომელიც მეთოდოლოგიური ვარდნა აი იქ იქნება თქვენი საკლასო კლიმატის მთავარი პრობლემა ის რომ თქვენ საკლასო კლიმატი გაქვთ საშინელ დღეში შეიძლება იყოს სწორედ ეს აი ეს ფრაზებს იყენებდეთ და მსგავს სინონიმებს იყენებდეთ ბავშვებთან და ნუ გამოგერიდებათ და ისა ნუ გაგიკვირდებათ რომ შეიძლება ეს იყოს თქვენი მთავარი ჩავარდნა მეთოდოლოგიური ვარდნა და ზოგჯერ მთავარი პრობლემა არის ეს კლასი იმიტომ იშლება რომ ბავშვები ცუდები არიან არა ბავშვი ცუდი ვერ იქნება როგორ შეიძლება ბავშვი გახადო პირველკლასელი ბავშვი რომელიც შენთან მოდის კარგი მან ბაღი გაიარა და შეიძლება იმ ბაღში დაუნერვოზეს და გაუბედურეს ყველაფერი მაგრამ მაინც პირველკლასელი ხო არის ჯერ ათვისებაში ჩვენ ხო საზოგად განათლებას იმიტომ ვქმნით რომ უნდა ასწავლო ამ ბავშვებს როგორც კი ამ ბავშვს ეუბნება რომ შენ თვითონ ისწავლე მაშინ აღზრდა რაღა ხო თუ აღზრდაზე უარს ვამბობთ და მოსწავლეებს ვაიძულებთ რომ ჩვენი ნასაუბრები გაიმეორო ხვალ და აუცილებლად ისე ჩამაბარონ მაშინ რა არის აღზრდა და რაში გამოიკვეთება ჩვენი მეთოდოლოგიური ხედვა კლასი იმიტომ კი არ იშლება კიდევ ერთხელ ვამბობ ზოგჯერ რომ მოსწავლეები და ბავშვები არიან ცუდები არამედ იმიტომ რომ გაკვეთილი არ არის ცოცხალი ცოცხალი გაკვეთილი არის ის რასაც მასწავლებელი შექმნის და აცოცხლებს. გაკვეთილი ცოცხალი როგორ იქნება, როცა გინდა რომ 40 წუთში დაასრულო. როგორ უნდა დასრულება ნიშნავს სიკვდილს, მორჩა. რაღა უნდა გააცოცხლო თუ 40 წუთში გაკვეთილის დაასრულებ. გაწერე ეს გაკვეთილი, გააცოცხლე და გააცოცხლე პროცედურები. ააშენე ნელ-ნელა, არ შეიძლება სახლი აშენდეს 40 წუთში. არ შეიძლება ცოდნა აშენდეს და მე მესმის რომ არსებობს გრძელვადიანი და მოკლევადიანი, მაგრამ მოკლევადიანი მიზანი იმიტომ ქვია, რომ მოკლევადიანად უნდა ამ შემთხვევაში გაიაზრო და გამოკვეთო ეს კონტექსტი და აი ამას მიიღო ზუსტად და თუ ეს არ გამოგდის, როგორ შეიძლება იფიქრო იმაზე, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც მოსწავლე უნდა გენდობოდეს და მე გვიკვირს ასეთი მოსწავლეები მაგალითად რატომ არ გვენდობიან და რატომ არ აქვს ჩვენ მიმართ დადებითი განწყობა. რატომ არ გვპატიჟებენ მაგალითად ბანკეტზე და მე დავჯდებით სამსწავლოში და ველოდებით ხოლმე იმას, რა ქვია. ეგ ცალკე ამბავია და მაგას ალბათ ცალკე ბანკეტომანიას ცალკე ეპიზოდი შეიძლება მიუძღვნათ ჩვენ სკოლაში რა ხდება, მაგრამ მე გვიკვირს რომ აი ტორტი არ მოგი, რა ტორტი უნდა მოგიტანოს ეზიზღები მოსწავლეს. ასეთი ექსეოლი 12 წელი ყოველ დღე ეუბნებოდი რომ შენგან არაფერი არ გამოვაო და შენგან გამოვა მასწავლებელი აი ეგ არის ძირითადი ხედვა ამ შემთხვევაში რასაც ალბათ ძალიან თითი ყურადღება უნდა მივაქციოთ და მაგ კონტექსტს მივყვეთ სხვაგვარად მე ვერ ვიგებ მეთოდოლოგიური ვარდნა მაშინ რა არის მეთოდოლოგიური ვარდნა ის არის რომ წიგნს ვერ დავამთავრებთ ამ შემთხვევაში არა მეგობრებო თუ გაკვეთილი არის მხოლოდ მონოლოგი მხოლოდ ტექსტის გადმოცემა, მხოლოდ დაზეპირება, მხოლოდ ნიშნებით შეფასება და მოსწავლე არის პასიურ მდგომარეობაში და ფასილიტატორი მასწავლებელი არ ხარ, პასიური ენერგია არის ძირითადად ხმაურში, ხუმრობაში, ტელეფონში, კონფლიქტში. აი ეს პასიური ენერგია იქ აკუმულირდება და მე იქედან ვქმნით იმ მდგომარეობას, ვიღებთ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ვართ. და ამიტომ აღარ უნდა გვიკვირდეს კონკრეტულად მე რატომ ხდება ასე პრინციპი. სანამ აი ეს მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც არის მეოთხე ფორმა მეთოდოლოგიური ვარდნის და მიზეზი იმისა თუ რატომ არის გაუარესებული კლიმატი სკოლაში, ვერაფერი ვერ მოხერხდება. რაც შეეხება უკვე მშობელთა უყურადღებობას, ეს არის მეხუთე ფორმა მშობელთა უყურადღებობა და აქ აუცილებლად გასააზრებელი და გასამახვილებელია ყურადღება, ნუ რა თქმა უნდა ამაზეც, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მშობელი, რომელიც არ მოდის, მე მყავს მშობლები ვასწავლი კლასში მოსწავლებს, რომელთა მშობლებს აი 2 წელი შეიძლება არ ვიცნობ. რატო არ ვიცნობ?
არა, იმიტომ რომ არ უნდათ, არ მოდიან სკოლაში. და მაგალითად სოციალურ ქსელშიც კი შეიძლება მყავდეს მომწეროს და ვერ ვიგებ ვინ არის, არა თუ სახელი არ ვიცი, არ ვიცი. მეორე პრობლემა, არ ამოწმებენ საერთოდ, აი ეს ძალიან კარგია, რომ ონლაინ ჟურნალი გვაქვს ახლა უკვე სკოლებში შემოღებული და თანამედროვე სისტემა ამ დოზით განვითარდა, რომ ჩვენ მივედით აქამდეც, მაგრამ მშობლების ალბათ 30%-მა ეს სუბიექტური ხედვა არაფერს არ ეყრდნობა, ჩემი ხედვა ამ შემთხვევაში. ალბათ 30%-მა არ იცის ჟურნალის გამოყენება. მოსწავლე, რომელიც ყავს მაგალითად მე-9 კლასელი და 9 წელია უკვე ჟურნალს უნდა იყენებდეს, წესით არ იცის ჟურნალის, მოდის და მე ვერ შევდივარ ჟურნალში. აი ამას რო გეტყვის ახლა მშობელი, რომელსაც უნდა ბავშვის აღზრდა, ჟურნალში თუ ვერ შედიხარ, რომელ ბავშვის აღზრდაზე მესაუბრებ, მაგალითად და რატომ მესაუბრებ ბავშვის აღზრდაზე, როცა ელემენტარული, მინიმალური პასუხისმგებლობა, რაც შენი შვილის აკადემიურ, სოციალურ მდგომარეობას ხო აკონტროლებს, ამას ვერ ახერხებ. აი, უყურადღებობა ის არ არის მხოლოდ რომ მშობელი სკოლაში არ მოდის, თან ესე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. უყურადღებობა, როცა აი მშობელი თვითონ მშობელი არ იცნობს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას და მასწავლებელი თან რომ მიდის და რაღაცას ეუბნება ეს მასწავლებელი, თქვენი შვილი აი ასეთ რაღაცას ავლენს კონკრეტულ სიტუაციაში, უკვირს და ალბათ მასწავლებლები ახლა ვინც ისმენთ, მიხვდებით, რასაც ვსაუბრობ, როცა მშობელი მოდის და არ გემორჩილებათ, ანუ პირდაპირ გეუბნებათ, არა, ეს არ ვიცი, რატო დაემართა, ასეთი არ არის სახლში, იმიტომ რომ ის ბავშვი არა თუ მშობელთან არანაირ არასდროს შემხებლობაში არც მომხვდარა მსგავს სიტუაციაში და რატომ? იმიტომ რომ მშობელი მას დროს არ უთმობს, როგორ შეიძლება ურთიერთობის გარეშე ურთიერთობის განვითარება მოხდეს. მე რომ ჩემი მშობელია, ჩემმა მშობელმა თუ მხოლოდ ის ფუნქცია დამაკისრა, რომ გამაჩინა და მისი შვილად ვიცვლები სახელი გვარი თუ არ და იმის გვარზე ვარ, ეს ხო არ არის აღზრდა. მე ურთიერთობას ვაყალიბებ, შეიძლება ზოგიერთ ადამიანთან 4 წელი ვაყალიბდებოდა და რაღაცნაირი ხიდები ნელ-ნელა ააგო. ხიდები და იცით თქვენ შემთხვევაში რომ დამნიგებელი ხშირად უფრო ახლოა მოსწავლესთან, ვიდრე ხან თავად მშობელი. იმიტომ რომ ის უფრო კარგი მეგობრობს და დედასავით რო არიან ხოლმე მაგალითად. დამრიგებლები ასეთ შემთხვევებიც მინახავს. ამიტომ წარმოიდგინეთ ახლა ესეთი მდგომარეობა, სადაც მშობელი ვერ ხვდება ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რა ხდება მასთან, ვერ ხვდება, არ იცის, რას განიცდის, ვისთან აქვს კონფლიქტი, რას თამაშობს, რას უყურებს, რა წესებს არღვევს, რას წერს, რა წიგნები მოაქვს, რა წიგნები არ მოაქვს, რა სჭამს სკოლაში, რამდენ ფულს ხარჯავს, ვისთან ერთად ხარჯავს, როგორია მისი ონლაინ ცხოვრება, ვისთან ერთად მეგობრობს და ვისთან ერთად დადის წრეზე, იმ წრეში რა სოციუმში ხვდება, იმ სოციუმში ვინმე ხო არ არის ისეთი, ქუჩაში რომ ჩადის დაბლა ეზოში, ვისთან თამაშობს, აი ესენი თუ არ იცით, თქვენ შვილს არ ზრდით, თქვენ შვილი მხოლოდ გააჩინეთ და მას დროებით 18 წლამდე იტოვებთ, რომ რაც უფრო იზრდება, მერე უფრო თქვენი შვილი დამოუკიდებლობას ეჩვევა და ან საერთოდ არ ეჩვევა და პირიქით ზოგი, ანუ ეს ოქროს შუალედი უნდა იპოვოთ. ზოგიერთი ისეთია, რომ თევზის ფხებს გამოურჩევს და სადამწროს კურკებს მოაცრის, რომ რაღაც არ გადასცდეს და ეს არ არის ჯანსაღი და არც ის არ არის ჯანსაღი იგნორი ყველაფრის და სრული უყურადღებობა. ჯანსაღი დამოკიდებულება არის ოქროს შუალედის პოვნა და ამ ოქროს შუალედს მინიმუმ სჭირდება ის, ასე ვთქვათ, იმის გააზრება, რომ ბავშვს სჭირდება დრო. დრო, მეგობრებო, არის ყველაზე მთავარი. ყველაფერში და თანამედროვე სამყაროში დრო არის შენი წარმატების გარანტი. რამდენ დროსაც დაუთმობ ნებისმიერ საქმიანობას, იმ შედეგით გახვალ ზუსტად. არ შეიძლება რაღაცას არაფერ დროს არ უთმობდე და შედეგს ელოდებოდე. ეს ჩვენ ქართველებს გვიყვარს ალბათ მხოლოდ და მოგწონს, რომ მე დავჯდები, გელა ვიქნები და 20 მუშა დადგება, ვუყურებს და თავისით გაკეთდება ეს ყველაფერი. ანუ ესე არ ხდება ზოგადად, რომ რაღაცები თავისი
რა დროსაც და წუთსაც დაუთმობ თქვენ შვილს და სად უნდა დაინახოთ იცით თქვენ პრობლემა თავარი პრობლემა უნდა დაინახოთ იქ როდესაც თქვენი შვილის მეგობარი თქვენ შვილთან უფრო დიდ დროს ატარებს ვიდრე თავად თქვენ როცა ამას გაიაზრებთ ამ შემთხვევაში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე უკიდურესი ფაზა იმისა რომ თქვენ უბრალოდ მისი მშობელის არ ხართ თქვენ ხართ თქვენი შვილი არის თქვენი სახელის თქვენი გვარის გაგრძელება მორჩა სხვა არაფრად შეიძლება აღარ აღიქვათ და ნუ ასე მესმის რომ იყო მაგალითად შუა საუკუნეებში და ბავშვებს იმიტომ აჩენდა ოჯახი ამრავლებდა და ბევრი შვილი ჰყავდა რომ მემკვიდრე ყოლოდა იმ დაავადებები ბევრი იყო ხანრა უბედურება იყო და ეს ბავშვები ბევრი უნდა ყოლოდათ რომ რაღაცნაირად გადარჩენილიყვნენ მაგრამ დღეს როდესაც მე მესმის რომ სოციალური პრობლემია და ეხა იტყვით რომ რა ვქნა რომ მუშაობ მაშინ თუ იცი რომ არაფრის თავი არ გაქვს ხო აი მაგაზეც უნდა დაფიქრდე ესეთი პროვიდენციალური აღქმაც რომ ესეთი რაც გვაქვს ვითომ რომ პასუხისგებლობას ვეხსენებ ღმერთი გამოაჩენ ღმერთი როგორ გამოაჩენს როცა ამისთვის არ ხარ მზად მაგალითად და არ ქმნი ამიტომ არსებობს მეორე უკიდურესობაც აი ამ უყურადღებობის გარდა რაც ახლა საუბრობდი რომ მშობელი რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება როცა ბავშვს შენიშვნა მისცეს და მაშინვე სკოლის წინააღმდეგ დგება ესეც არის ერთ-ერთი უკიდურესი სახე და სხვათა შორის უყურადღება მშობელს კიდე რაღაცას ურთიერთობის ფაზას დაალაგებ მაგრამ აი ასეთ უკიდურეს მშობელს რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება როცა საკუთარ შვილს ვინმე წინააღმდეგება და ესევე თავდაცვითი დედობრივი ინსტინქტი ერთვება რომ ჩემ შვილს ვინ მიჩაგრავს და ჩემ შვილს არავის არ დავაჩაგვრინებ მაგალითად ორივე უკიდურესობა რაც განვიხილეთ ორივე უკიდურესობა აზიანებს ბავშვს როგორც სრული გულგრილობა და სრული გულგრილობა დამღუპელია ბავშვისთვის იმიტომ რომ ის არ შეიძლება იყოს თავისუფალი სრულწლოვან ასაკამდე რატომ არ არის დადგენილი მაშინ რატომ შევქმნით სრულწლოვნება რატომ იცავს სრულწლოვან არასრულწლოვან ადამიანს კანონი განსაკუთრებულად იმიტომ რომ ამ ბავშვს არ აქვს ჩამოყალიბებული უნარები რომელიც გადარჩენაზე იქნება ორიენტირებული ჩვენ ხო მაინც და მაინც პარტული აღზრდის წესი არ გვინდა რომ გამოვიყენოთ აგოგეს ხო არ უნდა მიმართოთ რომ მივაგდოთ ეს ბავშვი და თავისით გაიზარდოს და უმკაცრეს პირობებში მაინც ზრდიდეთ რომ რაღაცა გაიზრდება მართლა სპარტელი კაცივით და ქალივით მაგრამ არა და ეს აგრესიული დაცვა არის ერთ-ერთი უკიდურესი ქცევა ამ შემთხვევაში აი ამ კონტექსტში ხა საქართველოს რეალობაზე მე რასაც საუბრობდი ფაქტობრივად ქართული სკოლა ბოლო 10 წლეულებში ძალიან რთული გარდაქმნების ქვეშ არის და ურთულეს გარდაქმნებს გადის და ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს რა პრობლემა რომ საბჭოთა სკოლის მემკვიდრეობა გვაქვს შემორჩენილი სკოლის დისციპლინა შიშზე დაფუძნებული და ავტორიტეტზე დამყარებული სკოლის დისციპლინა რომელიც მაგალითად გაჭრიდა ალბათ 90-იანი 2000-იანი წლების დასასრულამდე და მე რომ მოსწავლე ვიყავი მაგამდეც გარკვეულწილად ჭრიდა ჩვენ ახლა რა შედეგი დაგვიდგა ჩვენ მივიღეთ თავისუფალი თაობა რომლებსაც შენიშვნას მისცემ და დაგცინებს რომელსაც პირში ელაპარაკები და გაიცინებს რომელსაც ეტყვი რომ შენ ეს დააშავე და გაიცინებს აი ეს თაობა მივიღეთ რომელსაც შენი არც ავტორიტეტი აღელვებს და არც შენი არ ეშინია ხო რასთან გვაქვს საქმე ანუ ეს არის ქართული სკოლის ერთი რეალობა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ავტორიტეტსა და შიშზე დაფუძნებული მოსწავლეები გვყავს, უпростоრად გვინდა რომ გვყავდეს. მეორე მხრივ გვაქვს თანამედროვე უფლებრივი, ასე ვთქვათ, ენა, რაც გამოკვეთილია ზოგადად და არსებობს და ეს არის ბავშვზე ორიენტირებული მიდგომები, აქ არის შემოსული ინკლუზიური განათლება, შშმ პირთათვის ცალკე მიდგომა, სსმ პირთათვის ცალკე მიდგომა, ციფრული გარემოს შექმნა, სოციალური ქსელები შობლის ახალი, უფრო აქტიური, მაგრამ ძალიან კონფლიქტური როლი, რომელიც ხშირად მდგომარეობას უფრო ამწვავებს, ვიდრე აგვარებს ამ შემთხვევაში და ერთ მხარეს გვესმის, რომ ბავშვებს აქვს ზედმეტი უფლებები, მეორე მხარეს გვესმის, რომ სკოლაში ჯერ კიდევ ძალადობაა
და ძალადობრივი შედეგებია და ბავშვი ამას ამ შემთხვევაში მაინც არ მოусმენს და ორივე მოსაზრებაში ახლა რომ ბევრი არ მივიდაოთ ამ შემთხვევაში ხო ნამდვილად არსებობს სიმართლის ნაწილი და მარცვალი და ორივე მოსაზრებაში ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გარკვეული პროგრესი და გარკვეული რეგრესიც, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი და ნიშანდობლივია, ჩვენ ვიაზრებთ იმას, რაც გვჭირდება ამ შემთხვევაში რაც უნდა გამოიკვეთოს, რომ მაგალითად საქართველოს აი კვლევებს რო დაუბრუნდეთ ისევ პიზას კვლევების მონაცემებით, ისე 2022 წლის მონაცემებს ვეყრდნობი, საქართველოში მოსწავლეების 76% ამბობს, რომ მათემატიკის მასწავლებელი ინტერესს იჩენს თითოეული მოსწავლის სწავლის მიმართ, ხოლო 70% ამბობს, რომ მასწავლებელი დამატებით ეხმარება, როცა ეს სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლის ხარდაჭერა ქართულ სკოლაში არსებობს, რა თქმა უნდა და ჯერ კიდევ მასწავლებელს აქვს განსაკუთრებული როლი და გამოსაკვეთია ამ შემთხვევაში და მეორე მხრივ რომ მივყვეთ ახლა 22% ამბობს რომ ბევრ ან ყველა გაკვეთილზე კარგად ვერ მუშაობს 28% ამბობს რომ მასწავლებლებს არ უსმენენ 29% ამბობს რომ ციფრული მოწყობილობები საერთოდ ყურადღებას უფანტავს 40% ამბობს რომ მასწავლებლის დაცინვის გამო საერთოდ სურვილი მეკარგება ყველაფრის 23% ამბობს რომ მოსწავლეების მიერ ციფრული მოწყობილობების გამოყენება ხელს უშლის ამ შემთხვევაში სასწავლო პროცესის განვითარებაში ანუ წარმოიდგინეთ ჩვენ გვაქვს სრული ასეთი ქაოტური ტალღოვანი მდგომარეობა, სადაც ერთი წარმატება არ გვაქვს, რომ ერთი აღმოფხრილი რაღაცა მდგომარეობა მიმართულება ქსელი არ გვაქვს. ეს მონაცემები ჩვენ გვიჩვენებს ორმაგ რეალობას, როცა მასწავლებლის მხარდაჭერა არსებობს, მაგრამ საკლასო გარემო აი ეს ყურადღების, დისციპლინის და ეს ციფრული ჩარევის მხრივ არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. რაზე ვსაუბრობთ რა ციფრულ ჩარევაზე ვსაუბრობთ ღუმელი არ აქვს ზოგიერთ სოფლის სკოლას ამ შემთხვევაში დღემდე შეშის ღუმელით თბებიან ამ შემთხვევაში და ჩვენ ჯერ კიდევ ანუ ჩვენ ალბათ კიდევ 30 წელი დაგვჭირდება რომ ჩვენ სრულად გამოვიდეთ იმ საბჭოთა ჭაობიდან რომელიც რა თქმა უნდა ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს რა გამოწვევებსაც პასუხობდა მე არ ვამბობ რომ არ პასუხობდა პასუხობდა მაგრამ ვეღარ პასუხობს იმიტომ რომ ყველაფერი არის ცვალებადი და ძველდება და არ შეიძლება რესტავრირება მოხდეს ისე რომ ისევ ძველი უნდა დატოვო შეიძლება დატოვო რაღაცები მაგრამ ახალი თუ არ შემოიტანე და იმ ახალმა ახალ გამოწვევებს არ უყავს, არ გამოდის. აი უსაფრთხოების ნაწილში უნდა გამოიკვეთოს რაც ერთ-ერთი საგანგაშოა ისევ პიზას კვლევებს მივყვები, საქართველოში მოსწავლეთა 13% თავს უსაფრთხოდ არ თვლის სკოლის ბაზაზე, 23% საკლასო ოთახში არ თვლის თავს უსაფრთხოდ, 14% სკოლის სივრცეებში არ თვლის უსაფრთხოდ და ისე პიზას კვლევებს რომ მივყვეთ, საქართველოში გოგონების 13% და ბიჭების 15% თვეში მინიმუმ 10 ჯერ მაინც ყოფილა ბულინგის მსხვერპლი და აქ უფრო მაღალია გოგონებში ვიდრე უფრო მაღალია ბიჭებში ვიდრე გოგონებში, ბიჭებში არის 26% ბულინგი, გოგონებში 20%, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პრობლემა მცირეა. 20%-ს თქვენ უეხუმრებით საქართველოს კონტექსტში ამ შემთხვევაში და გადათვალეთ რამდენი მოსწავლე ყავთ და რამდენი არის ბულინგის მსხვერპლი, რამდენი ამბობს ამას. ამიტომ საქართველოს ეს საკლასო კლიმატის და საკითხი ძალიან დიდი ხანია უკვე კონტროლიდან არის გამოსული და ამისი მართვა შესაბამისი რეაგირება და რაღაცნაირი ის ვერ ხერხდება. მართალია, ჩვენ გვაქვს ვიდეო კამერები, გვაქვს მანდატური სამსახური და გვაქვს დარღვევების აღრიცხვა, გვაქვს წესრიგის საკმაოდ გამართული ადმინისტრაციული მექანიზმი და ეს უსაფრთხო სკოლის მოდელი კონტროლზე დაფუძნებული ქცევა პოზიტიური სასკოლო კლიმატის ნაწილში კარგია, მაგრამ ამ კონტროლით ვერ აიხსნება მხოლოდ ეს ვერ იქმნება ამ კონტროლით, იმიტომ რომ მოსწავლეებს სჭირდებათ მასწავლებლების, მშობლების, ადმინისტრაციის და ზოგადად საზოგადოების ჩართულობა. ჩვენ
არ ვერთვებით. რატომ არ ვერთვებით, ვიცით რატომაც არ ვერთვებით. გვაქვს სოციალურად დაბალი ასე თქვა ძიმე ფონი. და აქ უნდა ვთქვათ მკაფიოდ, კამერა არ ცვლის ნდობას, მხოლოდ კონტროლზე დაფუძნებულ სწავლებას ქმნის და გიყურებს კამერა, სწავლობ შიშით და კომპლექსები. არ გიყურებს კამერა, ანგრევ ყველაფერს. მანდატური არ ცვლის ურთიერთობას, მანდატური კონტროლის მექანიზმი. ახლა მე იშვიათად მინახავს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კარგი მანდატური ყავს, ადამიანი, რომელიც თამფსიქოლოგიც არის, მაგრამ ეს ოქმი არ არის პრევენცია, მხოლოდ არის სადამსჯელოა, ესეთი გესტაპოს სახე, რომელიც ამ შემთხვევაში რა საყვედურით ვერ აღადგენ ურთიერთობას. საყვედური როგორ უნდა მე თუ შენ გისაყვედურებ, გაკრიტიკებ, მე შენთან რატომ უნდა მომინდეს ურთიერთობა, ბავშვს რატომ უნდა მომინდეს, მე თუ შენ ყოველდღე გლანძღავ, ყოველდღე გეუბნები ის, სადაც წეგან ვისაუბრე და იმ ფრაზებს მასწავლებელი რატომ უნდა მომინდეს შენთან ურთიერთობა, შენთან რაიმეს დაგეგმა რატომ უნდა მომინდეს და ასეთი შენი აზრი რატომ უნდა გავითვალისწინო საერთოდ. ამიტომ ეს ფორმალური რეაგირებები, რომელიც მხოლოდ დამსჯელობითია და არ ქმნის არანაირ ჯანსაღ კლიმატს და კლასს, არის მხოლოდ მინიმალური სტანდარტის შედეგის მომტანი. მაგალითად შეიძლება აი ისევ პიზას კვლევებს თუ მივყვეთ, მხოლოდ დაახლოებით 13%-ზე აქვს გავლენა ამ ყველაფერს. 13% არის და დანარჩენი პროცენტები სად არის? ანუ დანარჩენი 83%, 87% სად არის, ხო? ეს არის იმდენად დიდი ციფრი და იმ ფონზე როცა ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურული პრობლემები, კვების პრობლემები, ნივთების არ ქონის, სოციალური პრობლემები, სოციალურად დაუცველი ადამიანები ყავს სკოლაში, ბავშვები ყავს, მშიერიც ბავშვები ყავს, შიმშილობას რომ განიცდიან და ასე შემდეგ. აი ეს პრობლემები რომ გვაქვს, როგორ ფიქრობთ, საქართველოს სკოლებისთვის არ არის მთავარი გამოწვევა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება? მოვაგვარეთ ეს პრობლემა უკვე თუ გავზარდეთ, რატომ ველოდებით მხოლოდ იმას, რომ გადავწყვიტოთ რაღაც და დავასრულოთ. ჩვენ რეფორმები მხოლოდ იმიტომ გვინდა რაღაც გადავწყვიტოთ, რაღაც დავასრულოთ და აღარ შევეხოთ იმას. არა, მეგობრებო, სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, სკოლაში არ ხდება რაღაცების დასრულება. ეს არის მუდმივად ცოცხალი, სულ ცოცხალი. წევანდელი თქმის არ იყოს, როგორც კი შენ გადაწყვეტ მასწავლებელო გაკვეთილი დაასრულო, იქ არ გამოსწავლებს სიცოცხლის უნარიანობას და შენივე გაკვეთილს კლავ. გაკვეთილი არ სრულდება. გაკვეთილი როგორც კი დასრულდება და გაკვეთილს როგორც კი ჩარჩოში ჩასვამ, ის გაკვეთილი მოკვდება და მომკვდარი გაკვეთილისგან შეუძლებელია რამე ისწავლო, მაქსიმუმ ემოციები დაგრჩეს მხოლოდ. და ეს ემოციები არის ყოველდღიური, ახალ ემოციას შეიძენ და ემოციებს ვერ იმახსოვრებ, განცდა შეიძლება ძალიან კარგი შეგაგრძნობინოს მასწავლებელმა და დაგამახსოვრდეს ის, რაც შეიგრძნო, მაგრამ საბოლოო ჯამში ის არის წამიერი სიამოვნება, რომელსაც მაშინ იღებ და სიცოცხლის უნარიანობის არ ქონა მკვდარი გაკვეთილების შემთხვევაში მკვდარ მოსწავლეებს შობს. და ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სკოლაში არ დასცინებენ. მორჩა, ეს არის უმნიშვნელოვანესი დეტალი საკლასო კლიმატის მოგვარებისთვის. ბავშვმა არ იცის ეს, ჩათვალეთ, ანუ ვინმეს იმედი უნდა გქონდეს ამ ბავშვს. მშობლის იმედი არ აქვს, უყურადღებოა, მოდის დაღლილ და ვერც ვერაფერს ეუბნება ეს ბავშვი, რომ დედა რაღაც მინდა მოგიყვე. და ეს მაგალითად მივა მშობელი, აბა მიდი მალე მომიყევი 10 წუთში და 5 წუთში. 10 წუთში როგორ შეიძლება უმძიმესი ამბავი მოგიყვეს მაგალითად ბავშვმა, რაც ბულინგს ეხება, როგორ დასცინიან მაგალითად რაღაცაზე. ეს ხო ვერ ხდება, ამას ხო ემოცია უნდა, რაღაცა ისტორიას ხო არ გვიყვება ბავშვი და მერე ჩვენ გესტაპოსავით მშობლები უნდა გავარდეთ ან ღამის 11 საათზე როგორც კი მოგვიყვება დაურეკოთ და აი ახლა მომიყვა ეს და ნახეთ რა მომხდარა და სასწრაფოდ რეაგირება მოახდინეთ ამაზე. ეს ხო არ არის ნორმალური მდგომარეობა, ხო? რასაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მუდმივად და მასწავლებელმა რა უნდა იცოდეს? მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ რთულ კლასში არ არის მარტო.
და მე მქონია ასეთი შემთხვევები და მომენტი მქონია რომ მარტო რჩები და ვნებდები, მომენტი მქონია რომ აი ნახე მეხმარებიან, ჩაერთო ადამიანი. მე მხარდამჭერი თუ არ მყავს და ეს ვერ ვიგრძენი, ფაქტობრივად ჩათვალეთ რომ მკვდები. მარტო დარჩენილი 27, 23, რა ვიცი, 29 მაქსიმალური ბავშვებიც არიან წინაშე არის რთული ერთი, როგორ შეიძლება 27-ს უგებდეს. თუ მithumetes რთული ქცევის კლასია, თუ მithumetes არ იცნობ ამ კლასს და ახალი შესული ხარ, ხო? მშობელმა თუ არ გაიაზრა რომ სკოლა არ არის მისი მტერი, არაფერი არ გამოუვა. ჩვენ გვაქვს ყავს ორი ტიპის მშობელი. ერთი, ну, ალბათ სამი შეიძლება ესე კლასიფიცირდეს. ერთი, რომელიც აქტიურია, ჩართულია და თანამშრომლობით სახეზე დგას. მეორე, რომელიც არის აი ესე ნეიტრალურ პოზიციაში, შორიდან მომზირალი ამ შემთხვევაში და ხან ის ამბობს, ხან არას და ხან საერთოდ ითიშება. და მესამე ყავს, რომელიც არის აგრესიულად განწყობილი, სულ განწყობილი აგრესიულად და არანაირი დადებითი კონტექსტი არ აქვს მას ნორმალურ ჭრილში გააზრებული. ამიტომ მშობელმა უნდა იცოდეს ეს ნამდვილად, რომ სკოლა არ არის მისი მტერი და რაც ყველაზე მთავარია, ადმინისტრაციამ უნდა იცოდეს, რომ კლიმატი, სკოლის კლიმატი არის ცოცხალი. და კლიმატი არის როგორი მეგობრებო, ხან ცივი, ხან ძალიან ცხელი, ხან რა ვიცი, ხა რომ ამინდებზე გადავიყვანოთ ეს წვიმიანი, ხან ჭექაქუხილია, ხან თოვლი მოდის, ხან ძალიან ცხელა გაუსაძი. ეს კლიმატი არის დამოკიდებული, ბუნება არის დამოკიდებული რაზე? ადამიანებზე, ჩვენზე ცოცხალ, როგორ დედამიწასაც ქმნით, ისეთი კლიმატი ყალიბდება. ეს გლობალური დათბობა მზემ შექმნა? თუ ის გრადუსები აეწია ამ მზეს, როგორც იყო ეს მზე ისევ ისეთია, ჩვენ შევქმნით გლობალური დათბობის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სოფლიოში და ჩვენ შევქმნით ასეთი საკლასო კლიმატი. მე თქვენ მშობლებმა, ბავშვებმა არა. ეს ტყუილია. ბავშვები არ ქმნიან საკლასო კლიმატს, ბავშვები საკლასო კლიმატს იღებენ ისეთად, როგორსაც ვახვედრებთ და ამ საკლასო კლიმატში ზოგადად უკვე აღნიშნე რაც მოიაზრება. ამიტომ დოკუმენტებით არ იმართება სკოლა. დოკუმენტები მოწესრიგებული მქონდეს და მე ვიყო მართალი ზემდგომ ფენასთან, ეს არ არის სკოლა. ეს ხო არ არის რაღაცა საცავი დოკუმენტების საცავი, რომ ყველა წელს კარგი შედეგები მქონდეს და აბა ამდენი ის არ მყავდეს ექსტერნზე გასული და ამდენი ის ეს არ არის ცოცხალი ორგანიზმია, როგორია ცოცხალი ორგანიზმი, რომ ხან კარგ ხასიათზეა, ხან წარმატებულია, ხან წარმატებელია, არ შეიძლება ვერ იქნები მუდმივად წარმატებული. მაშინ უნდა იყო რაღაცა გაუნსაზღვრელი ძალების მქონე და შეუძლებელია. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გამოვკვეთოთ ერთი რაღაც, რომ ეროვნული და ესეთ UNICEF-ის და CRR-ის კვლევების მიხედვით ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცდილება საქართველოში არის ძალიან ესეთი მასიური, ახალი არ არისო რა, ესე ამბობენ ეს ბავშვები და შესაბამისად წარმოიდგინეთ ახლა ეს კვლევა კი ძველია, მაგრამ პირდაპირ დღევანდელ მდგომარეობას მაინც არ ასახავს. 2017 წლის კვლევაზე გესაუბრებით ახლა, მაგრამ პრობლემას მაინც აქვს ამას ისტორიული ფესვები და ამ კონტექსტს ყურადღება უნდა მივაქციოთ აუცილებლად და აი გვინდა რეალურად ამ წესრიგის აღდგენა, რომელიც მაგალითად ძალადობაზე, ავტორიტეტზე და შიშზე ორიენტირებულია, თუ გვინდა რეალურად ურთიერთობების განკურნება და გვინდა რაღაცნაირი ესეთი შექმნა ამ შემთხვევაში, რომელიც ნამდვილად შეგვცვლის და ნამდვილად სხვანაირს გაგხვდის. ეს არის ის უნიკალური რაღაც, რასაც უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება. ეს არის ის ხედვა, რასაც ან გავაკეთებთ და შევცვლით და ვიქნებით ყოველ დღე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოცხალი ორგანიზმი არ შეიძლება მოვკლათ და ჩვენ მაგალითად რაღაცები ვუთხრათ, რომ დასრულდეს რა, დაასრულეს, როდის უნდა დასრულდეს ეს ქცევა, ბავშვებს რო ეუბნებიან ხოლმე. არ დასრულდება ეს ქცევა არასდროს, იმიტომ რომ ის ბავშვი ცოცხალია. და შენ გინდა რომ ის ბავშვი მოკლა, ესე არ გამოდის, ხო?
ამგვარად ეხა რომ მივყვეთ ევროპულ და აი ამერიკულ სურათსაც რომ შევეხოთ, გავარესებული საკლასო კლიმატი, ну ეხა რასაკვირველია, საქართველოს პრობლემა არ არის მხოლოდ და ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც, თანამედროვე გლობალური გამოწვევაა ეს ზოგადად და ევროპაში ეს საკითხი ხშირად განიხილება მოსწავლეთა კეთილდღეობის, ფსიქიკური მდგომარეობის, ჯანმრთელობის, ბულინგის პრევენციის და თანასწორობის მიზნით და ამერიკული მონაცემები რასაკვირველია, ბევრად უფრო დაბლა პროცენტულად აქ საუბარია 7-9%-ზე, ბულინგზე 11%, მოსწავლეთა წილი უსაფრთხოების ნაწილში 9% დაბალია, ჩვენთან მაღალია 30-40%-მდე ავდივართ ზოგიერთ მიმართულებით და იქ ბევრად დაბალია გამოკვეთილი და ეხლა გასაგებია რატომაც არის დაბალი, მაგრამ ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ, ჩვენ კი არ წლიდან წლამდე კი არ უნდა ვზრდიდეთ ამ პროცენტებს. როგორ შეიძლება პროცენტები ბულინგის იზრდებოდეს და არ აკლდებოდეს? ეს არში გამორიცხულია ეს. ჩვენ ვზრდით ამას და რა შედეგი მივიღეთ თქვენ იცით კარგად, გაიხედეთ გარეთ, გაიხედეთ ქუჩაში, გაიხედეთ სოციალურ ქსელში, ბულინგსა და ზიზღში ჩაფლული თაობა მივიღეთ, რომელიც ყველაფერზე დაქცინებს, გამოგიტანს, გამოგააშკარავებს, გაგივრცელებს, ისე რომ არ დაფიქრდება შენ არსებობ, არ არსებობ, ცოცხალი ხარ, მკვდარი ხარ. ჩვენ რამდენადაც მკვდარი გაკვეთილები შევქმენით, მკვდარი ემოციები მივიღეთ ამ ბავშვებისგან, რომლებიც ფაქტობრივად არაფერზე აღარ რეაგირებენ. ჩვენ ხო გვინდოდა სიჩუმე, მივიღეთ ჩუმი მკვდარი თაობა, რომელიც არაფერზე აღარ რეაგირებს საბოლოო ჯამში და ამიტომ ნეიროფსიქოლოგიური ხედვა ამ ნაწილში ისეთია ამ შემთხვევაში ემოცია და ეს აზროვნება არ არის განცალკევებული და ჩვენ გვინდა რომ ემოცია აზროვნებასთან არაფერ კავშირში არ იყოს, ხო? შეუძლებელია რომ ემოცია არ იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში და აი ამ პროცესში არ მონაწილეობდეს. ემოციური გამოცდილება, ის რა ქვია, ადამიანს პირდაპირ ეხმარება განსაზღვროს რა არის საფრთხე, რა არის სანდო, რა არ არის სანდო, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რას არ უნდა მივაქციოთ და ან მოერიდოს, ან არ მოერიდოს და თუ მოსწავლე ეხლა წარმოიდგინეთ, ასეთი ემოციით არის, გაკვეთილთან შიშია, სირცხვილის, დაცინის, მასწავლებლის ცინიკური პასუხის მდგომარეობაშია, თქვენი აზრით მისი ტვინი რა მდგომარეობაში იქნება? ანუ მისი ტვინი ამ გარემოს აღიქონს არა უსაფრთხო გარემოთ, შიშის მდგომარეობაში მყოფ გარემოთ, ამიტომ ბავშვი არათუ პრობლემას ცვლის, საერთოდ არაფერს აღარ ცვლის, ეს ბავშვი ჩუმდება და საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ იმას, რომ არათუ აღარ სწავლობს ეს ბავშვი, საერთოდ ემოციურად უარყოფილი გარემო იქნება მისთვის საერთოდ სკოლა, ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ემოცია არ არის გაკვეთილის ზედმეტი ნაწილი, ემოციის გამოვლენა სიცილით, თუნდაც ამ ფეხზე ადგომით, გადალაპარაკებით, ეს არის ბუნებრივი. მაგალითად, მეც აი დღეს ბავშვებს ფილმი ვაჩვენე და მე გამიკვირდა სხვათა შორის, რომ 2-3 გაკვეთილი გადავაბი, დამითმეს ჩემმა თანამშრომლებმა ეს გაკვეთილი, ძალიან კარგი ფილმი ვაჩვენე, 2 კლასს ერთად შევაერთე და ბავშვები ისხდნენ ჩუმად, მართლა უყურებდნენ, მაგრამ მე გამიკვირდა, რომ როგორ მოახერხეს 2 ურთულესი კლასი და 2 ურთულესი ბოლოში კი რაღაცები იყო, აი ესეთი ამოვარდნები, მაგრამ ნახეს ფილმი და ეს ემოცია არის იმ მომენტიდან მიღებული ემოცია და ამ მომენტიდან მიღებული ემოციაზე მასწავლებლები ჩუმად არ გაკვეთილს აუხსნი, ნუ იცინი ხართ, რა არის ასაცილო? აი ამაზე რო ეჩხუბები ხოლმე მასწავლებელი, გაიცინოს, შეწყვიტე 1 წუთი, გაიცინოს ყველამ და დაასრულე. ანუ ფაზები იყოს შენი გაკვეთილის, რომელიც მუდმივად განგრძობითი პროცესი ამ შემთხვევაში. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი და ჩვენ ვგრძნობთ და ამიტომ ვსწავლობთ. აი ეს ნეირომეცნიერებაში არის უმნიშვნელოვანესი სოციალური ურთიერთობა, რომელიც ემოციაზე დაფუძნებულია, ბევრად უფრო გააზრებულია, ბევრად უფრო ღრმა ფესვებში გადგამს, ვიდრე უემოციო მკვდარი ურთიერთობები, რომელიც არაფერზე არ დგას.
გულწრფელობა მასწავლებელმა თუ არ გამოავლინა საკუთარი მოსწავლე, თუ არ უთხრა მე დღეს დაღლილი ვარ, გუშინ უძილო ვიყავი. გთხოვთ დღეს ასეთ, აი ეს თუ არ გამოავლინა, რომ მე დღეს ვერ მოვამზადე გაკვეთილი თქვენთვის კარგად. ეს ხო იცით რომ თქვენ იდეალური გაკვეთილები არ გაქვთ არასდროს. ყოველთვის იდეალური გაკვეთილი შეიძლება გქონდეთ დაგეგმილი, შეიძლება გქონდეთ დაგეგმილი და ჩაშლილი. შეიძლება გქონდეთ ძალიან კარგად დაგეგმილი და ვერ ჩატარებული საერთოდ. შეიძლება გქონდეთ საერთოდ არ დაგეგმილი და პირიქით ძალიან კარგად ჩატარებული. ამიტომ ემოციაზე დაფუძნებული სწავლება ნეიროფსიქოლოგიაში არის უმნიშვნელოვანესი და ყველა ნეიროფსიქოლოგი ეტყვით მაგას. მასწავლებელი თუ არის ემოციებისგან დაცლილი და რომოს დავიღალე უკვე ამდენი წელი, ეგ არის მასწავლებლობა, ანუ ემოციის გაცემა და ის რასაც გამოფიტვა იწვევს და იმიტომ ასვენებენ მასწავლებლებს ყველაზე დიდხანს სამყაროში, საჯარო სამსახურში, რომ ის გამოფიტვა, რასაც მოსწავლე შენ ემოციურად გაცლის, უნდა აღიდგინო და ამას სჭირდება დიდი დრო. 2 თვე ნამდვილად სჭირდება თუ მეტი არა. ამიტომ აქვთ მასწავლებლებს ყველაზე მეტი დასვენება წესით და უნდა გქონდეთ კიდეც ამ შემთხვევაში. ამიტომ უნდა გქონდეთ მასწავლებლებს ანაზღაურება ნორმალური, რომ ის არ ფიქრობდეს ჩემი ემოციები დღის ბოლოს რითი აღვიდგინო, როცა ფული არ მაქვს, გადარჩენისთვის რომ ვსოცხლობ, რა ემოციებზე, ამიტომ მიდის მე მეორე დღეს მასწავლებელი ემოციებისგან დაცლილი, გადამწვარი, გაუბედურებული, ნაშრომი, რომელსაც ინტერესი ის კი არ აქვს, რომ ეს ბავშვი გაამხიარულოს. ინტერესი აქვს, რომ მე ფული გქონდეს მინიმალური შემოსავალი რომ ვიარსებო. ამიტომ სირცხვილია, არა იმიტომ რომ მე მასწავლებელი ვარ და ამიტომ ვამბობ რომ ხელფასი მე მეტი უნდა გქონდეს და სირცხვილი არის ის რომ შვილებს რომ ანდობ 12 წელი საკუთარ ქვეყნის მასწავლებელს იმას უნდა იმ ემოციის შესაბამისი თანხა გადაუხადო, რაც უნდა გავცე. რა ემოცია უნდა გავცე მე და რამდენი ემოცია გავცე თუ იმას ვერ აღვიდგენ, ეს ემოციები საიდან მოვიტანო? ხო? საიდან მოგიტანოთ ემოციები ბავშვებს თუ მე არ მომცა სახელმწიფომ შესაბამისი ემოციის აღდგენის დრო, თუ მე არსებობისთვის ვიბრძვი და იმ ემოციებს იქ ვხარჯავ, მე თქვენ როგორ უნდა მოგცეთ ემოციები? ახლა წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში შეიძლება იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც მხოლოდ მასწავლებლები არიან და წარმოიდგინეთ დამრიგებლები, რომლებსაც ეუბნებია რომ შენ კვირაში გაეცი 24/7-ზე გაეცი ემოციები, ასწავლე და არაფერი არ გინდა იქიდან 80 ლარს გადაგიხდი მხოლოდ. და მე ხო ადამიანი ვარ, ჯერ პირველ რიგში ცხოველი ვარ მე. მე ინსტინქტები მაქვს პირველ რიგში და ჯერ ეს თუ არ დავწრგუნე სულიერებაზე როგორ ვიფიქრო. ამიტომ არის რომ მასწავლებელს უნდა გქონდეს ყველაზე მაღალი ხელფასი. თუ ისტორიის გაკვეთილზე ბავშვმა თავი იგრძნო ღირსეულად, მან შეიძლება იგრძნოს ისტორია თვითონ და შეიყვაროს ისტორია. თუ მათემატიკის გაკვეთილზე ბავშვს დასცინეს, მათემატიკა შეძულდება. ბოდიშ გიხდით. და მაგალითად მე მათემატიკაზე მაბულინგებდნენ ბავშვობაში მახსოვს. რატომ? ვერ გავიგე ერთხელ რაღაც. პასუხი იყო რამდენჯერ უნდა აგიხსნა მასწავლებლის მხრიდან და მე შეგნებულნა დავარსწავლობდი. და დარჩა და დღეს არის ჩემი მათემატიკა არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. რასაც ვნანობ რა თქმა უნდა, მაგრამ მე ხო ის ხო ვერ გავიაზრე, ჩემი ემოციები ხო გამინადგურეს მაშინ. ამიტომ მასწავლებელსაც სჭირდება ემოციები და უпростоრად მასწავლებელს სჭირდება ემოციები, რომ მოსწავლის ემოციები შეავსოს. მოსწავლე არის ადამიანი, რომელიც 25 წლამდე გწურავს და შენს ის მოსწავლე არის ადამიანი, ბავშვი არის ადამიანი, რომელიც არის ენერგიის მიმღები და ზრდასრული არის ენერგიის გამცემი. 25 წელი რომ ეს ბავშვი აგროვებს ენერგიას, მთელი ცხოვრება უნდა გასცეს ეს ენერგია და ამ ენერგიას როგორ გასცემს, თუ არაფერი არ დააგროვა. და მასწავლებელი როგორ გასცემს ენერგიას, თუ ვერ აღიდგინა. ამიტომ ეს არის უნიკალური თეზა, მეგობრებო. და თუ ამას მარტივად და მალე გაიგებს საზოგადოება, რატო საზოგადოება? იმიტომ რომ საზოგადოება თუ იგებს რომ მასწავლებელი არის ღირსეული და მნიშვნელოვანი პირი, მაშინ სახელმწიფოსაც გააგებინებს. თუ ხმას არ მოიღებს, ამაზე სახელმწიფოს როგორ სახელმწიფო თვითონ ხალხია.
ეგეც არავინ არ უნდა მოგატყუთ, ეს ცალკე ხარ მინდა ისტორიულ ნაწილში გადავიდე, მაგრამ გამოსაკვეთი, ამიტომ მასწავლებლის ერთი ფრაზა არის ზოგჯერ ძალიან დიდი ენერგიის მომცემი, თუ ენერგიულად ემოციურად ამბობ, ზოგჯერ არის ძალიან დიდი ტკივილის მომცემი, თუ უენერგიოდ და უემოციოდ ამბობ. მთელი გაკვეთილი შინაარსში შეიძლება გადაწონოს თქვენმა ერთმა სიტყვამ. და საერთოდ ის გაკვეთილი არაფრად არ ჩათვალოს მოსწავლემ, იმდენად ბედნიერი გავიდეს თქვენიდან. ან შეგიძლიათ მთელი გაკვეთილი ჩაუშხამოთ იმ მოსწავლეს და მთელი ცხოვრება შეაძულოთ თქვენისაგანი. თუ მასწავლებელმა კითხვაზე ცინიკურად უპასუხა ბავშვს, რომელსაც აინტერესებს, ბავშვი ამიტომ რომ კითხოს, 100 ჯერ უნდა კითხოს. აი მე მეხუთე კლასელები ვასწავლი და მეხუთე კლასელებს რა განსხვავება აქვს მაღალ კლასელებთან? დაგისვენ კითხვებს 20 ჯერ, 100 ჯერ დაგისვენ ერთ და იგივეს. მე თავიდან ძალიან ხისტი ვიყავი მეხუთე კლასში რომ შევედი და შიშით სწავლების მეთოდი მქონდა. ახლა ჩემი მეხუთე კლასი არის სულ სხვანაირი. და 20 ჯერ რომ დამისვავს, ეს უნდა გაიგოთ მე მესმის რომ გამოცდილება უნდა მიიღოთ და ვიღაც კლასი ეწირება ამას ერთხელ, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი. თქვენ არ უნდა დაგეზაროთ 100 ჯერ კითხვის 100 ჯერ ახსნა. როგორც კი ეს დაგეზარებათ, მე გირჩევთ რომ სკოლა დატოვოთ. და წახვიდეთ სკოლიდან, იმიტომ რომ თქვენ ბავშვებს ემოციური გადაწვის და გაუბედურების გარდა არაფერს აღარ მოუტანთ. ეს მნიშვნელოვანია, თქვენ გაქვთ აღმასრულებელი ფუნქციები და თქვენ ხართ მთავარი წამყვანი მკვლევარი ამ ნაწილში. შესაბამისად, თუ კლასში არის მუდმივი ხმაური, ბულინგი, აგრესიული კომუნიკაცია, არასტრუქტურირებული გაკვეთილი, როცა ბავშვი ვერ ხვდება რას აკეთებს, ზის უცბად ადგილ მასწავლებელი რაღაცას გაკეთებს, მე იცბად იმაზე გადავა, იმას მორჩება, აბა იქ გადადი, ვერ იგებს ეს ბავშვი საბოლოო ჯამში. თუ ბავშვი და მშობელი ამ რეჟიმს ვერ აკონტროლებს, თვითონ მარტო მასწავლებელი კი არ უნდა აკონტროლებდეს, მეც უნდა ვაკონტროლებდე, ვინ ჩართული ვარ პროცესში, რას მაკეთებინებ, უნდა ამიხსნა. ახსნას დროს არ უთმობ. გინდა 40 წუთში მაგალითად რაღაცა ჩარჩოში სასმული გაკვეთილი ჩამიტარო, რომელსაც ვერც კი ვასწრებ, რომ ჯერ პირველი ფაზა გავიაზრო, უკვე ასრულებ. მე უცბად მაფასებ, რაზე მაფასებ, ვერ მეუბნები, იმიტომ რომ დრო არ ყოფნის, იმიტომ რომ სხვა გაკვეთილზე გარბი ხარ. მოსწავლეს უნდა კონდეს აღმასრულებელი ფუნქცია, მასწავლებელს უნდა კონდეს ფასილიტატორის ფუნქცია. მე კანონებს წერ, შენ აღასრულებ. მე გეტყვი რა გააკეთო, შენ აღასრულებ, მაგრამ რომ გეტყვი რა გააკეთო, როგორ გეტყვი ეს ხონდა გამოკეთო, აი ასეთ გარემოში ბავშვს ძალიან უჭირს, ვერ იცხოვრებს ასეთ გარემოში ბავშვი. ვერ შეინარჩუნებს ყურადღებას, რიგის დაცვა ვერ მოხდება, დავალებას ბოლომდე არ მიიყვანს, იმპულსები რაც აქვს შინაგანი ვერ შეაკავებს, აუფეთქდება ეს იმპულსები, ან პირიქით მოხდება, შეცდომას ამ შემთხვევაში არ მიიღებს და ემპათიური ბავშვი ვერ გახდება, პირველ რიგში მშვიდად არ გიპასუხებს, კონფლიქტს ვერ გადაწყვეტს და რა ვიცი, რამდენი რაღაც პრობლემა შეიძლება გამოკეთოს ამ ყველაფერმა. ამიტომ, როცა ვამბობთ, რომ ეს ბავშვი არ ჩერდება, პირველ რიგში კითხვა დასვით, რა გარემოში ვთხოვთ მას თვითკონტროლს? რა გარემოში უნდა აკონტროლო? ანუ კლასის სტრუქტურა როგორია? გაკვეთილს აქვს მკაფიო სისტემა, ბავშვს აქვს უსაფრთხოების განცდა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, თუ აბულინგებენ ამ ბავშვს, რას თხოვ, რა სწავლაზეა, მოსწავლე, რომელსაც კითხვა უჭირს და დასცინიან და მოლოდინი აქვს, ამას როგორ გააკეთებს? რატომ იქცევა ბავშვი, რამდენჯერ უნდა გითხრა, შენ სულ პრობლემა გაქვს ასეთი, დაჯექი ხმა არ მოიყვან, რატომ ეს არის ის უკიდურესი დამღა, რომელსაც ბავშვს თუ დაასო, საბოლოო ჯამში ვერაფერს ვეღარ შეძლებ და საბოლოო ჯამში ვერაფერს ვეღარ შეცვლი. ამიტომ ბავშვები არიან საქართველოს კონტექსტში ძირითადად აგრესიულები. ბავშვი აგრესიულია, მასწავლებლებიც აგრესიულად პასუხობენ. ეს არის ნომერ პირველი დარღვევა. ბავშვი აგრესიულია, მასწავლებელი არის ყველაზე მშვიდი. ეს თუ დაივიწყეთ, შათვალოთ, რომ თქვენ კარგავთ თქვენს თავს, მასწავლებელს კარგავთ თქვენ. ბავშვი ცინიკურია, მასწავლებელი არის ყველაზე მშვიდი. პასუხობ ცინიზმით.
იქ თავდება შენი მასწავლებლობა. ბავშვი ხმაურობს, მასწავლებელი არის ყველაზე მშვიდი. იწყებს ყვირის მასწავლებელი. დასრულებულია იქ ყველაფერი. თუ ეს სისტემური არ უნდა იყოს, მე არ ვამბობ მომენტალური, ფრაგმენტული ამოფეთქვა მასწავლებლის, რომ სიტუაციის განმუხტვა შეძლოს წამიერი და დაამშვიდოს. ეს მუდმივად ერთ ტონში არ შეიძლება სულ პირველი გალობა, პირველი ხმა იგალობო. ეს არ არის პირველი გალობის ტონი სულ. ბავშვმა უნდა დაარეგულიროს თვითონ და თქვენ უნდა უბიძგოთ დარეგულირებისკენ ამ შემთხვევაში და ზრდასრულმა არ უნდა დაკარგოს ეს რეგულაციური უნარი. რეგულაცია გევალებათ თქვენ და თქვენ თუ დაკარგეთ რეგულაცია რაღაცნაირი მასწავლებელი ხართ. წყობიდან გამომიყვანე მესმის, მაგრამ შეიძლება ის იყოს მომენტალური, ფრაგმენტული, სისტემური არის წავიდე სკოლიდან უკვე. წადი სკოლიდან თუ სისტემურად წყობიდან გამოდიხარ, თუ სისტემური ქაოსი გაქვს, ან სკოლიდან წადი, ან ჩართე ყველა ვინც დაგეხმარება ამის გამოსწორებაში. ისე რომ ასე აგრძელებდე და სკოლა აქციო ფულის საჭრელ მანქანად არის დანაშაული, იმიტომ რომ მასწავლებელი არ არის სხვა პროფესია, მასწავლებელი არის ექიმი, მორჩა. ეს მასწავლებელი და ეს ჯანმრთელობა არის უნიკალური რაღაც. მასწავლებელს თუ ასეთად აცხოვრებ და ასეთად გარდაქმნი თვითონ მასწავლებელი ფულის აკეთებად მორჩა, ეს ზიზღის ენა თუ არ ნორმალიზდა, ბულინგი თუ არ ხუმრობის სახელით არ ჩაიკლა იმ წამსვე, ცინიზმი თუ არ მოიკლა, გაქრა, მეთოდოლოგიური ვარდნა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში რა უნდა გაკეთდეს, ხო? რომ წელიწადში ორჯერ მაინც კლასში ჩატარდეს, ორჯერ მინიმუმ და მე იმდენჯერ ვატარებ უკვე ბოლოს აღარ ვიგებ ხოლმე, გაკოცვის ვატარებ თუ ანონიმურ გამოკითხვებს. კლასში ჩაატარეთ ანონიმური გამოკითხვები. თავს უსაფრთხოდ გრძნობ, დასვით კითხვა. ყავს მეგობარი კლასში, გეშინია ვინმესი, მითხარი რაც გინდა. მე პირდაპირ ვეუბნები ბავშვებს, დამიწერე რასაც ჩემზე ფიქრობ. რასაც განიცდი ჩემი მხრიდან. ანონიმურად რომ გიწერს ის ბავშვი ჯერ გიწერს ანონიმურად, მე კიდევ ანონიმურად გიწერს და მესამედ პირდაპირ გეუბნება რომ მე ეს არ მომწონს ასე რომ მეუბნები. აღარ შეეშინდება. გეშინია ვინმესი დაქცინის, ვინმე გაბულინგებს, ვინმე დამიწერე ეს და ეს კითხვები აჩვენებს იმას, რომ ბავშვებისთვის მკაფიოდ არის განსაზღვრული რა არის ბულინგი, რა არის აკრძალული გაკვეთილზე, რაზე რეაგირებ უმკაცრესად, არ შეიძლება ბულინგზე გაჩუნდე, არ შეიძლება კომუნიკაციის კულტურა არ გქონდეს მასწავლებელს, იმიტომ რომ უნდა აღიაროს, რომ მასწავლებლის სიტყვა არის ძალიან ძლიერი სკოლამ. მასწავლებელს აქვს უფლება იყოს მკაცრი, მაგრამ არ აქვს უფლება იყოს დამამცირებელი. აქვს უფლება მოითხოვოს წესრიგი, მაგრამ არ აქვს უფლება დააზიანოს ღირსება მოსწავლის. ეს ხო უნდა განსხვავება ვნახოთ ამაში, რა არის განსხვავება მასწავლებლის კომუნიკაციის კულტურა როგორი უნდა იყოს. საკლასო კლიმატი ვერ გამოსწორდება თუ გაკვეთილი დარჩება ერთფეროვანი. ეს გახსოვდეთ. განსაკუთრებით მასწავლებლებს გახსოვდეთ. ერთფეროვანი გაკვეთილებით საკლასო კლიმატი ვერ გამოსწორდება. საჭიროა აქტიური სწავლება, დისკუსია, წყაროების ანალიზი, პროექტები, ვიზუალური მასალა, თამაშები, საერთოდ გაკვეთილის გაუქმება, იმ თემის გაუქმება, იმ დღეს და საერთოდ სხვა რამის გაკეთება. ერთად ჭამა მაგალითად გაკვეთილზე მიიტანე მზესუმზირა, დაყარე მაგიდაზე და ჭამე მზესუმზირა ბავშვებთან ერთად 40 წუთი და შეცვლი საკლასო კლიმატს, მაგრამ ეს მზესუმზირის ჭამა ეს ისეთია უცბად გამახსენდა, კარგი მეთოდია სხვა შორის. ხვალ შეიძლება ვცადო ორ შაბათს და ნახოთ რა გამოვა. ხო, მუშაობა, მცირე კვლევები, ეს რაღაცა როლური დავალებები და დავალება არ იყოს მაინც და მაინც აი თუ არ მომიტან, მიეცი ამ ბავშვს ვადა, განუსაზღვრე ერთი თვე, ერთი კვირა და მიეცი რომ შენ რა დავალება გინდა რომ გამიკეთო ერთ თვეში. და დაგიმონტაჟებს ის ბავშვი, თანამედროვე ბავშვი რაღაცას, მოგიტანს იმას, რაც მას უნდა და შენ არ აიძულებ, მაგრამ აი ამ კონტექსტით რომ ასე ვთქვათ, შეამზადებ ბავშვს, მე იმას გაგიკეთებს, რაც შენ გინდა უშუალოდ რომ გააკეთოს, რეალურ ცხოვრებასთან კავშირი თუ დაანახე,
ამ შემთხვევაში აი ამ ქცევებით ძალიან შეიცვლება საკლასო კლიმატი. პრევენციული ურთიერთობა აუცილებელია მშობელთან. სკოლაში მხოლოდ მაშინ არ უნდა ჩნდებოდეს მშობელი, როცა პრობლემა აფეთქდება ხოლმე და გამოჩნდებიან და იწყება იქ მეორე მსოფლიო ომი და მესამე მსოფლიო ომი. წინასწარ უნდა იცოდეს ყველა კლასის წესი, ბავშვის ვალდებულებები, სკოლის მოლოდინები, რეაგირების მექანიზმები და ამ ნაწილში მშობელი თუ არ არის ჩართული, ძალიან ცუდია და ეს აღდგენითი პრაქტიკები სასჯელი არის, ზოგჯერ არის საჭირო და მე არ ვამბობ, რომ არ უნდა მოხდეს სასჯელის გამოყენება, მაგრამ სასჯელი არ არის საკმარისი. სასჯელი როცა შედგება, ბავშვს უნდა ვკითხოთ, ვის მიაყენე ზიანი. რა შედეგი გამოიწვია ამ შენმა ზიანმა, შენმა ქცევამ, როგორ შეიძლება ამ ზიანის გამოსწორება, რა უნდა შეცვალო, რომ აღარ განმეორდეს და თუ აი ამ პროცესში მოსწავლეს მარტო ტოვებ და უბრალოდ სასჯელს მიყენების შემდეგ, სასჯელის აღსრულების დროს სიამოვნებას იღებ ამით და მე მხარდაჭერას წყვეტ, ესეთი მასწავლებელი არ იქნები შენ მისაღები ბავშვისთვის. და ბოლო რაც შეიძლება გამოიკვეთოს დასკვნისკენ რომ წავიდე ძალიან გამეწელა, მაგრამ მინდოდა რომ ყველაფერი მეთქვა ამ ეპიზოდში, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწირე პრობლემა. მასწავლებლის მხარდაჭერა, ანუ მასწავლებელი კიდევ ერთხელ ამბობ, არ უნდა იყოს მარტო რთულ კლასს ჭირდება გუნდი და არა ერთი მასწავლებელი. კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არის ფორმულა, რთულ კლასს ჭირდება გუნდი, დამრიგებელი, საგნის მასწავლებლები, ერთიანი სამოქმედო გეგმით, ადმინისტრაციის ყველა წევრი ჩართული, ზოგი ერთხელ ხან ერთი შემოდის, არაერთი, იმიტომ რომ ერთი დიქტატორი არ უნდა ჰყავდეს სკოლას. ბევრი ავტორიტეტი უნდა ჰყავდეს, რაც უფრო ცოტა ავტორიტეტი, მით უფრო რთულია სკოლის ქცევა. და ვეღარ აკომპლექსებ, ვეღარ აკონტროლებ ამ შემთხვევაში. რთულ კლასს უნდა ყავდეს ფსიქოლოგი მიმაგრებული, მინიმუმ ერთი თვე აუცილებლად და მასთან ერთად ვინც არის სამიზნე წერტილი იმ ბავშვებთან უნდა მოხდეს იმისი მოშანთვა მაშინვე და ამისი გაგრძელება უნდა შობელი. აბა მითხარით რთული კლასის ქცევის მქონე ბავშვებთან რას აკეთებთ და კომენტარებში დამიწერეთ რას აკეთებთ, აკეთებთ, მაგრამ ჩართულია ყველა. თუ მხოლოდ დამრიგებელს რთავ, დამრიგებელს ვეტყვი, ეს ნიშნავს რომ მე იმას ვეტყვი, ის იმას ეტყვის, რა თქმა უნდა დამრიგებელი, მასწავლებელი ხარ, შენ დაურეკე და შენ ვთხარი მშობელს. არ გაქვს მაგდენი ავტორიტეტი, რომ მასწავლებელი ისტორიის თუ ისი მასწავლებელი ხარ, შენ თვითონ დაურეკე იმის მოსწავლის შობელს და ხშირია შემთხვევები, რომ მასწავლებელს დამრიგებელზე მეტი ავტორიტეტი უხდება ხოლმე და უცბად ან შეიყვარებენ, ან ეს და მე ეს იწვევს კონფლიქტს კოლეგებს შორის და ის დაყოფა ხდება შენ რაღაც რას აკეთებ, შენ ალბათ ახალისებ ბავშვებს, კი არ ვახალისებ. მაქვს მე ის რა ძალა რაც შეიძლება შექმნა ამ შემთხვევაში და ჩამოაყალიბო. ამიტომ ბოდიშ გიხდით. საკლასო კლიმატი არის ქვეყნის მომავლის სარკე. თუ სკოლაში ზიზღის ენა ნორმად იქცევა და ეს ნიშნავს რომ საზოგადოებაში ფაქტობრივად ზიზღის ენა ძლიერდება და თუ ბავშვები ერთმანეთს ამცირებენ, ერთმანეთთან აქვთ რაღაცა ასეთი დამოკიდებულება და ამაზე კლასი არის გაჩუმებული, მასწავლებელი არის გაჩუმებული, მასწავლებელმა დაინახა რომ ვიღაცა დაამცირა, გავიდა კლასიდან ისე რომ დამრიგებელს არაფერი არ უთხრა, ჩათვალეთ რომ მორჩა ის. დაიკარგა, დაილექა, ეს არის ირიბი ბულინგის ფორმა. მასწავლებელი კლასთან თუ გადის ისე რომ არ ეუბნება დამრიგებელს რა მოხდა იმ დღეს გაკვეთილზე და მაგალითად იმას სულელო უთხრა, მე რა. მე ხო არ მითხრა, მე ხო ხელი არ შემიშალა, ჩუმად უთხრა და მე ხო ეს თუ მასწავლებელმა დამრიგებლამდე არ მიიტანა, ჩათვალეთ რომ დამთავრებულია.
დაწყებულია ირიბი ბულინგი და ვეღარ ამოშანთავა მას მე რაც უფრო ბევრჯერ მიაყურებებ უფრო რთული გახდება და ეს ნიშნავს იმას რომ საზოგადოება საბოლოო ჯამში დუმილს სწავლობს ეს ნიშნავს რომ სკოლის მოსწავლე არის ჩუმი რამდენადაც ეს მოხდება რამდენადაც მასწავლებელი ცინიზმით უპასუხებს თუ მშობელი ბავშვის ცხოვრებაში კონფლიქტის დროს გამოჩნდება და თუ გაკვეთილი იქნება მკვდარი საბოლოო ჯამში ვერაფერი ვერ შეიცვლება სულ ასეთი იქნება როგორი არქიტექტურაც არ უნდა შექმნა როგორი ფორმებიც არ უნდა ჩააცვა როგორი მაძღარი ბავშვებიც არ უნდა ყავდეს უმაღლესი დონის კვება რომ გქონდეს უმაღლესი დონის რესურსები ეს არის ფუნდამენტი და ამას ქმნის ადამიანი სკოლა არ არის შენობა ეს არის ურთიერთობების ცოცხალი სისტემა როგორც კი კლავ გაკვეთილს როგორც კი კლავ მასწავლებელს როგორც კი კლავ მოსწავლეს და სიცოცხლის უნარიანობას კვდება ყველაფერი სკოლა არ არის პროგრამა რომ პირველ კლასში შეხვიდე და მე-12-ში დაამთავრო ეს არის ბავშვის გამოცდილება სკოლა არ არის ნიშანი რომ დაუწერო და ეს გამოყვა სკოლა არის ღირსების პასუხისგებლობის და აზროვნების სივრცე და ბავშვს რომელსაც დასცინიან ის ვერ ისწავლის თავისუფლად ამიტომ ჩვენი ამოცანა არის რომ წესრიგი აღვადგინოთ ჩვენი ამოცანაა რომ ნდობა აღვადგინოთ სკოლა უნდა გახდეს ადგილი სადაც ბავშვის ტვინს საფრთხე არ ელოდება და არამედ ის ტვინი აზროვნებს იქ სადაც მასწავლებელი შიშით კი არ ასწავლის და ავტორიტარიზმით არამედ ცოდნისა და მხარდამჭერი წყაროა ამ შემთხვევაში სადაც სკოლას წინააღმდეგ არ არის მშობელთა რაზმი ამხედრებული და ბავშვის განვითარებაზე თანამშრომლობს იაზრებს მასწავლებლისა და სკოლის შეცდომებსაც და მიხვება და თავის შეცდომებსაც ხედავს ამ შემთხვევაში სკოლა არ არის სივრცე სადაც დაამცირებ ვინმეს და სანამ აი ამას არ შეცვლით ადამიანად ჩამოყალიბების სივრცე არ იქნება სკოლა იქნება დაზომბირებული რობოტების გამოშვების სივრცე ამ შემთხვევაში და ეს იქნება მუდმივად მკვდარი სივრცე მართლა რასაც ეძახიან ციხე ეს იყო მეგობრებო ჩემი აზრით ის რაც ალბათ ყველამ უნდა გაიაზროთ ეს მნიშვნელოვანია მშობელს მოსწავლეს და მასწავლებელს ეხებოდეს მოსწავლეს იმდენად და რექტორ მოსწავლე არის მინიმღები ამ ყველაფრის ეს იყო რეალური სურათი და დღევანდელი თემა იყო სასკოლო ცხოვრება და გაუარესებული საკლასო კლიმატი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის აქ ვინც ბოლომდე დარჩით ჩემთან და მისმენდით აი ამ 2 საათიანი ეპიზოდის განმავლობაში და მე ვცადე ყოველ შემთხვევაში მესაუბრა იმ რთულ საკითხებზე მე ვცადე რომ ვიყოფილიყავი გულწრფელი პროფესიულად და ადამიანურად ვცადე რომ სკოლა დამენახებინა დღევანდელი სახით და პირდაპირ გეტყვით სკოლა არის სივრცე რომელიც არ არის დღევანდელი გაკვეთილი სკოლა არის ხვალინდელი საზოგადოების საწყისი რომელიც არის სულ ცოცხალი ამით დაგემშვიდობებით და ჩვენ შევხვდებით